სახელითა მამისაითა დadzისაითა და წმინდისა სულისაითა ვიდრე რას მე ვიტყოდი აწინდელი დღესასწაულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის და მარად ქალწულის მიძინების შესახებ არ შეიძლება ჩემი წინამძღვრული და მოძღვრული გულის ყრომა გაუკმაყოფილება არ გამოთქვა კიდევ ერთხელ მათ მიმართ, რომლებიც მცონარებას იჩენენ წმინდა ზიარების წინეთ პრაქტიკულად ისინი არც ემზადებიან ღირსეულად და ჯეროვნად წმინდა ზიარებისთვის აქ ზოგიერთი იტყვის თავის სამართლებლად რომ ადამიანი ცოდვილია რამდენადაც არ უნდა მოემზადოს მაინც ვერასდროს ვერ გახდება ღირსი ეზიარებს ეს არის დემაგოგია მოციქულებიდან აქამდე ეკლესია წმინდა მამათა და კრებათა განჩინებებით გვასწავლის როგორ უნდა ვემზადებოდით წმინდა ზიარებისთვის მართალია ვერასდროს ადამიანი ღირსი ვერ გახდება მაგრამ ზიარება უნდა მივიღოთ როგორც წყალობა და არა დამსახურება ესეც უნდა გვახსოვდეს გარდა მაგისა ცდა ჩვენია შეწევნა ღვთისა არის ამ ცდილობასაც რომ ცდილობდი დაგიფასებს აი მაგალითად წმინდა მაები ამბობენ როდესაც ლოცვა გიჭირს მაგრამ თავს დალას ატანდა მაინც ლოცულობ იცოდე რომ მოწამის სისხლს ათხევო რამდენად ძვირფასია ღვთის თვალში ასეთი ლოცვა დღევანდელი ქრისტიანები 21 საუკუნეში რა ძალიან კომფორტულები გავხდით არაფერი აღარ არის ჩვენთვის სავალდებულო აი მაგალითად იგივე ზიარების არც მარხვა არც სინანულის გამოთქმა აღსარებაში არც ზიარების კანონის აღსრულება მიზეზ დოსმარელი აკლია რას აღარ ვიგონებთ რომ არ მოვემზადოთ მაგრამ ზიარება გვინდა და უფრო მეტიც ჩვენ ვფიქრობთ რომ სასუფეველში უეჭველად შევალთ და ღვთისმშობლის წიაღში ვიქნებით სრულსოდა ეს არის ხიბლი მეტი არაფერი ზარმაცი მცონარე ადამიანის ხიბლი თუ წმინდა წერილში ნათქვამია რომ მართალი ძნელად ხონდებაო ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ ცდელობა არ უნდა დავაკლოთ ვიცხოვროთ ქრისტეს წმინდა მცნებებით და მათ შორის ჯეროვნად მოემზადოთ წმინდა ზიარებისთვის ამაზე ამჯერად არაფერს არ გეტყვი უბრალოდ მე იმის თქმა მინდა საყვარელო აი მაგალითად დღეს დილით ვინც ვერ შეძლო გულში მოსულიყო ობიექტური მიზეზის აღსარებაზე და ლოცვაზე 25 ადამიანი მოვიდა. ეხლა მე დავიჯერო მამა ივანესაც ვკითხე რომ კითხე მეთქი საერთოდ რატომ მოვიდა სად იყვნენ ესენი გულში რატომ არ იყვნენ დღესასწაულის ესე იგი სისხლის ლოცვაზე რატომ არ მოვიდნენ აღსარებაზე მე არ მჯერა რომ ყველა ესენი იყვნენ ავადმყოფები ამ მე მრევლის ცხოვრებას ვიცნობ თქვენ რითიც სუნთქავთ ისიც ვიცი მე ვისმენ თქვენ ზიარებებს აღსარებებს განუწყვეტლივ და საუბრებს და გარდა მაგის ეხლა ამდენი წლის მღვდელი ვარ და ერთგვარი გამოცდილება ყველას უგროვდება რა და როგორ არის და ვისათქმევთ მე ვიდა ასეთებს კითხოთ ღმერთი არ ტყუდება მოძღვარი შეიძლება მეტნაკლებად მოვატყუოთ ან რა რომ მოვატყუოთ რას მოიგებთ საჟელად კენა დასაჟელად გექნებათ ამგვარი ზიარება ამიტომ კიდევ ერთხელ კაცრად ვიმეორებ მხოლოდ ისინი ვერ მოვლენ და ობიექტურად ჩაეთვლებათ მოუსმენლობა ვინც იყო მძიმედ ავად და ვინც უვლიდა მძიმე ავადმყოფს ასეთები მე ვიცი დაახლოებით პრემში ვინ არიან ყველა დანარჩენმა კეთილ ინებოს საგვარელო და მოვიდეს დროულად როგორც ლოცვაზე ესრეთ აღსარებაზე მე ამას აღარ გავიმეორებ და თუ მგლები გულგრილად მოეკიდებიან აქაური მგლები ჩვენს ლოცვა კურთხებას მაშინ ესენიც იქნებიან განკანონებული სხვადასხვა ხასიათით. ეხლა რაც შეეხება თავად მიძინებას, ვიდრე მიძინების შესახებ მოგითხრობდეთ, მინდა დავზინო ესეც. მართალია დღეს საღვთო ტრაპეზზე უდიდესი სიწმინდე მიიღეთ. წმინდა ზიარების სახით ყოვლადწმინდა და პატიოსანი ხორცი და სისხლი უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი რა გზითაც თავად ქრისტე მაცხოვარი ისტუმრეთ ზეციდან არათუ მხოლოდ ხორცი და სისხლი მიიღეთ არამედ თავად უფალი შემოვიდა თქვენში ამ გზით რადგან შეიძლება ამაზე დიდი წვენი იყოს ამაზე დიდი ტრაპეზი იყოს რასაც ზიარება ქვია მაგრამ მოყვარული მამა ყოველთვის ცდილობს რომ როდესაც შვილი უნდა მიიწვიოს ტაბლასთან რაც შეიძლება გაამდიდროს სუფრა გაამრავალფეროვნებოს
არა იმიტომ რომ შვილი აღზარდოს გემოთ მოყარე თუ ნაყროვანების მიმდევრად, არამედ იმიტომ რომ ამითაც ის სიყვარულს გამოხატავს. რაც ყველაზე ძვირფასია და უკეთესი, მას შვილისთვის უნდა. ასეთები იყვნენ ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს მშობლები. დღეს არ ვიცი. აჭრელდა საზოგადოება, შეიცვალა შეხედულებები, დაშორდნენ ღმერთსაც, ეროვნულობასაც და ადამიანობასაც. ღმერთმა ყველას სინანული მოგწეს. ვინც სად როგორ ვართ და ვრონინებ პავლე როგორც იტყოდა, მაგრამ ყველა ამა ჩვენს და მათაც უნდა გვახსოვდეს ადრე იქნება თუ გვიან, გსურს თუ არ გსურს, წამს თუ არ გწამს, წარდგების შემოქმედი ღმერთის წინაშე და მისცენ პასუხს. იქ არაფერი აღარ აჭრის. მიცვალებულები ვეღარაფერს ვეღარ ასწორებენ თავისით. აქედან თუ ქრისტეს წმინდა ეკლესიიდან შეაწევენ ლოცვებსა თუ მოწყალებას, რომელთაც უდიდესი ძალა აქვს, რა თქმა უნდა, ღვთიური კაცთმოყვარების წინაშე. მაშასე მართალია თქვენ წმინდა წვენი მიიღეთ, მაგრამ სურს ამ სულიერ ტრაპეზზე დაგიგოთ ძვირფასი ორი სიტყვა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლ პალამასი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ღვთისმეტყველთა შორის და ასევე დიდი წმინდა მამის, ღმერთშემოსილი მამის, წმინდა დიმიტრი როსტოველისა, რომლის ხატიც აგერ მარჯვენიდან გადმოგვყურებს, რომელშიაც ჩასვენებული არის მისი წმინდა ნაწილი, მისი სხეულის ერთი ნაწილი. და ესეც გვამხნევს და გვაძლიერებს და შეგვაგონებს, რომ დიახაც წმინდა ზიარებასთან ერთად შემდგომა ზიარებისა ქადაგებაში დაგიგოთ ეს ორი ძვირფასი რამ ნუმბარი საზრდელი, სულიერი, როგორც ძველ ქართულად ითქმის, მას სიტყვა გრიგოლ პალამასი და წმინდა დიმიტრი როსტოველისა. ვიდრე ეს დიმიტრი როსტოველის ერთ-ერთი ქადაგებიდან არის ამონარიდი, საკმაოდ ვრცელი ქადაგებიდან, გავითვალისწინეს სიცხე და სხვადასხვა გარემოებანი ვრცელი წირვა და სხვა, რომ არ გადამექანცეს ზედმეტად, მხოლოდ ფრაგმენტი ამოვიღე წმინდა დიმიტრის ამ ქადაგებიდან, რომელიც ეძღვნება ღვთისმშობლის მიძინებას, რაც შეეხება გრიგოლ პალამას სიტყვას, ის ძალზე მოკლე იყო, თუმცა ძარღვიანი როგორც იტყვიან ხოლმე და ღრმააზროვანი, ამიტომ ის სრულად თარგმნეს. და შუაგულ ამათსა მოგითხრობთ ღვთისმშობლის მიძინებაზე თავად რაში მდგომარეობდა, რა გარემოებაში ჰქონდა ადგილი ღვთისმშობლის მიცვალებას, ანუ მიძინებას, როგორც ევფონურად ითქმის. აი თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენ რამდენად დიდ პატივს მიაგებს, როგორი კეთილმოგრძალება და ღვთისმოშიშება აქვს ეკლესიას, წმინდა მამებს, ღვთისმშობელ მარიამის მიმართ, რომ მის გარდაცვალებასაც არ უწოდებს, თუმცა გარდაცვალებაც ძალზე დეფონურად, ანუ კეთილხმოვანად ახასიათებს, რა არის ის მოვლენა, რომელსაც ადამიანთა დიდი ნაწილი სიკვდილს უწოდებს და რომლისაც ძალზე δεშინიათ, მაშინ როცა წმინდანები ღვთისერი ნატრობდა მხოლოდ სიკვდილს, რომ დახსნოდა სხეულს და მიახლებოდა თავის სანუყვარ და სანატრელ უფალს, რომელსაც მთელი თავისი შეგნებული ვიწიერი ცხოვრების განმავლობაში ესწრაფოდა და ელოდოდა. ესე იგი, იმდენად თვითონ აი ქართულ სინამდვილეშიც ორი სიტყვა არსებობს, რომელიც არსებითად ერთ აზრს გამოხატავენ. ოღონდ ერთი ასე ვთქვათ შედარებით პირქუშად ახასიათებს ამ მოვლენას, რომელსაც ქვია სინამდვილეში სულის ამოსვლა ხორციდან, რომლითაც ადამიანის სიცოცხლე არ მთავრდება, ადამიანში ყველაზე არსებითი ნაწილი არის გონიერი სული. ასევე ადამიანს გააჩნია სამშვიდველი და ხორცნი, ძველ ქართულად როგორც ქვია, სხეულს. მაგრამ იმდენად კაცთმოყვარეა უფალი, რომ ხორცნის კი, რომელიც ადრე თუ გვიან, როცა სული მოსწდება მას ღვთის კურთხევით, მიწისაგან მოღებული მიწაში დაბრუნდება, რას სახითაც არ უნდა იყოს გარდაცვლილი მომკვდარი აზრდება მკვდრეთი, თუმცა მართალია თავდაპირველად პირველ ადამიანებს, პირველ მშობელ ადამ და ევას დიდები დაუფარა სხეული და სხეულიც კი უკვდავი იყო ამის გამო პირველ მშობელთან, მაგრამ მერმე რა ეცუნე ღმერთს თვითმშულობაში ჩავარდნენ, განდგენ ღვთისაგან და დაკარგეს სამოთხე და მოიმკეს მრავალჭირნახული წუთი სოფელი. აი აქ წუთი სოფელში ვინც როგორ იცხოვრებს, ღვთის მცნებებით და ნეტარებებით თუ პირუკუ იმდენად მიიღებს ის ან დიდებას, ან სირცვილს და არა მარტო სული მისი გარდაცვლილის, არამედ სხეულიც კი, რომელიც უეჭველად ყველასი
ავისაც და კარგისაც, ურწმუნოსი და მორწმუნესაც, ესე იგი აღსგება სხეული მკვდრეთით, მაგრამ თითოეული იმგვარ სხეულს მიიღებს საკოლთო განკითხვის შემდგომ სამართლიანი მსაჯულისაგან, როგორცაც ის, როგორ გითხრათ, ქსოვდა თუ როგორ თქვა მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც აკოციკლებდა თავის მომავალ სხეულს, ისეთ სხეულს მიიღებს, თუ ცხოვრობდა წმინდა, თუ ცხოვრობდა ცოდვებით და ესე შემდეგ. მაგრამ მართალია გარდაცვალება, მიცვალება, ესე ძალიან კეთილხმოვანად ახასიათებს ამ მოვლენას და გვინერ გავს რწმენას, რომ კი არ მოკვდა ადამიანში სული, არამედ ადამიანი მიიცვალა ამ აქედან იმიერ, რაც შეეხება თავად ცხოვრებას, გონებაში გამკლა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვა, ამ ცხოვრებაში იმაზე მეტი აზრი არ არის, ვიდრე აიღო ჯვარი შენი და გადასახლდე იმიერ. ჯვრის მტვირთველობა ცხოვრება, ამ ჯვრით უნდა შეხვიდე და წარდგე უფლის წინაშე, მისი დიდების საღდრისა, რომელიც დაიდგმევა მარჟამსაშინა უკანასკნელ ჟამს, კერძოდ იერუსალიმის ერთ-ერთ გარეობაში იოსაფატის ველზე, სადაც მოყვანილი იქნება ყველა მკვდრეთით აღდგარი ადამიანი, მე ადამიანთან ვიდრე უკანასკნელ ადამიანამდე, ხოლო ვინც ცოცხალი დახვდება მის მოსვლას, როგორც მოციქული პავლე გვასწავლის, კი არ მოკვდება და მერმე აღდგება მეხსაშინა, არამედ ესე იგი შეიცვლება მისი სხეული, სულიერად გარდაისახება იგი და თითოეული მიიღებს იმგვარ სხეულს, როგორცაც იმზადებდა ის და კიდევ პლუს ამას უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი კიდევ ბევრს პატიებდა ადამიანს და ადამიანებს ბევრს პატიებს. ის ეძებს საბავს მიზეზი გადარჩენის თავად არის და ჩვენ არც მიზეზს ვაძლევთ და არც საბავს რომ ვსხოდეთ. თუმცა რამდენად კაცმოყვარია უფალი, რომ პირველი ავაზაკი შეიყვანა სასუფეველში, მონანული ავაზაკი და მზად არის ყველა შეუნდოს აურაცხელი და უმძიმესი შეწოდებანი უკვე თუ გულწრფელად დინანებს. არა ფორმალურად, ასეთი ტიპის თვალთმაქცევი, სარწმუნოებრივი თაღლითები, ფარისევლებიც არსებობენ, რომელმაც იცის, რომ ღმერთი მოწყალია, მოდი მთელი ცხოვრება ვიქნებით სოფელში, მერე სიკვდილისი მოვინანიებ და ღმერთი ხომ მოწყალია, აგერ ავაზაკი მონანული აცხონა, მეც მაცხონეს. ზაგრობისთვის ღმერთს ჯერ არავინ არ უცხოვნებია. მან ყოველივე უწყის, რაც კაცშია, ღმერთი არ თხოვდება. ეს არის განსაკუთრებული სახის მოტყუება თავისა, მეტი არაფერი. მოკლედ ღვთისმშობელთან მიმართებაში თვით მიცვალებასაც კი იმდენად არ ხმარობს ეკლესია, არამედ მიძინებას და მართლაც იმ ჭეშმარიტებას და რწმენას გამოხატავს ამით ეკლესია, რომ სიკვდილი ეს არის მიძინება. როგორც უფალმა თქვა ლაზარეზე, თავის მეგობარზე, მე მივარ, რათა ჩემი მეგობარი ლაზარე განვაღვიძო და ვერავინ მიხვდა. მოციქულები და რაზე ლაპარაკობდა, როცა მას უთხრეს, რომ ლაზარე მოკვდა, უკვე 4 დღეა და ყარს გას ლაზარე. მე მივალ, რათა ჩემი მეგობარი გავაღვიძო. იმიტომ რომ მკვდარი ღვთის წინაშე უკვდავი ღმერთისა არავინ არ არის. ყველა ცოცხალია, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, გარდა მარადიული ნეტარი უკვდავების არსებობს სატანჯველი ჯოჯოხეთი და უკვდავება მაშინა. აი რას უნდა ვერიდოთ და რას უნდა ვესწრაფდეთ ქრისტიანები. მას ღვთისმშობელმა მიიძინა, ღვთისმშობელმა მარიამმა. მოდი ესეც მოვიგონოთ, საყვარელო, ვინ უწოდა მას სახელდებით მარიამი და რაც ნიშნავს ეს სახელი გამოთარგმანებით. მარიამი უწოდა თავად უფალმა მთავარანგელოს გაბრიელის მიერ, რომელიც მისი მცველი და მფარველი მეურვე ანგელოზი იყო, არ ვიტყვი შობითგან, არამედ საუკუნეთა შექმნამდე, რადგან ღვთის გამგებულებაში ყველაფერი გააზრებული იყო, მან ინება და იქმნა, ის დროში და სივრცეში არ ქმნიდა, ინება და იქმნა. ისე რომ წინასწარ განსაზღვრული იყო მისთვის მცველად და მფარველად მთავარანგელოზი გაბრიელი უზდეშთაესი მიქაელთან ერთად, რომელმან ზეცით გარდამოიტანა სახელი მის და ამცნო მისთა, ესე იგი, მშობელთან, ღვთისმშობელ, ესე იგი, იოაკიმ და ანასა და ესე იგი, ეწოდა მას მარიამ. მარიამ ბერძნული სიტყვების ანაგრამებია, ანუ 5, ესე იგი, რამოდენიმე ბერძნული სიტყვის პირველი ასოებია და ასე მივიღეთ სახელი მარიამ. ეს არის სახელები სხვადასხვა სათნოებათა, სხვადასხვა სათნოებების სახელია, როგორიც არის წმენა,
მარხვა, სიწმინდე და ასე შემდეგ. აი ამათი პირველი ასოები, ანუ სათმოებათა შორის უმთავრესი სათმოების პირველ ასოებისგან შედგება სახელი მარიამისა. დღეს წმინდა დიმიტრიდან სწორედ ამაზე მსურს საუბარი. ეს წმინდა მამა გვიმახვილებს ყურადღებას თუ როგორ გახდა სათნო, ანუ ღვთისათვის მოსაწონი მარიამ ღვთისმშობელი, ზეციური მამისთვის, მისი მხოლოდშობილი ძისთვის და სულიწმინდა ღმერთისთვის. მოდით სამი საფეხურით, სამი ხარისხი, სამი დიდი სათნოების გამო გახდა ის მოსაწონი. ესენია სიწმინდე, თამდაბლობა პირველ ყოვლისა, სიწმინდე და სიყვარული. მოდი ყური მივუყრათ ამ დიდ ღვთისმეტყველ წმინდა მამას. ვინ არ განსხვავდება იმაზე და ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი, შალვა მოდი აქ. რას დადიხარ ერთი მინდა გკითხო. თან იცით რომ ქადაგება მიდის. მე ვარ ცოცხალი ადამიანი, ჯერ კიდევ ონორე დებალზაკი ამბობდა ცოცხალი ადამიანები ჩემზე გარემოებანი უკრავენ. ჩემზეც მოქმედებ, შემოკეთილ. მეც დავიღალე შენსავით. აი აქ კიდევ კარებები ღია გაქვს და ტრიალებს ხარი და იქ არ ტრიალებს საკუთრებელში ხარი და აღარ დავიტყვი ახლა რა დაავადებები მაქვს და ასე. რა ყოველ იმაზე უნდა გითხრათ შეგახსენოთ. ისეთი რა უნდა დაანთო, რა უნდა უთხრა ღმერთს, როცა არის ხარ სინამდვილეში. თან გუშინ მოსული ბრეული არ ახარ. წლებია და იქნებ ათეული წლები უკვე დადიხარ ამ ბრევლში. და სადაც მიყოლ იქაური ქუდი დაიხურეო ბოლოს და ბოლოს. მთელი ტაძარი გადმოწერი, ახლა მეორე ტაძარში გადადიხარ და იძულებულს ვხდი რომ გავწყვიტო ქადაგებად. მარტო შენ კი არ გაკიცხო ამ ხელაკაცი. სხვებსაც სწავლება მისცე რომ გაითვალისწინო საკუთარ თავზე. წირვის საიდუმლო ლოცვაში ნათქვამია ყოველი სული ხორციელის დუმენინო. დუმდესო. აქ მხოლოდ ღვთაებრივი ჰიმნები, საგალობლები და ღვთის სიტყვა უნდა ისმოდეს და არაფერი სხვა. მე ხშირად მიყავს, ახლაც გავიმეორე. დისციპლინა ისევე აუცილებელია ეკლესიაში, როგორც ღვთის სიტყვის ქადაგება. ეს ჩემი ორიგინალური აზრი არ არის. ამას გვასწავლიან წმინდა მამები. და მეც იმათ მოვუყრო ქედს და შენს განგაწყობ მათ მოვუყრა ქედი. საკითხავია ყოველივე ამის შემდეგ შეგიწირა თუ არა ეუფალმა ექსანთელი ის ორიოდე სიტყვა, რომელიც ალბათ ამ სანთელს მიაყოლე. ვეჭო, გულახდილად გეტყვი. კაი გადადი ტაძარში და იქიდან მოისმინე. ვინ არ განსხვავდება იმაზე და ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი, რომ მთელი დროის განმავლობაში ადამიანის შეწოდებიდან სიტყვა ღმერთის განკაცებამდე დედამიწაზე მოსულისა კაცთა მოდგმის საცხოვნებელად 6500 წლის შემდეგ ქვეყნა არ იყო არც ერთი ისეთი ქალწული, რომელიც წმინდა იქნებოდა არა მარტო სხეულით, არამედ სულითაც. ერთი მხოლოდ იგი აღმოჩნდა, ანუ ღვთისმშობელი ამგვარი პირველი და უკანასკნელი, რომელიც თავისი სულისა და ხორცის სიწმინდით ღირს იქმნა სულიწმინდის ეკლესია და ტაძარი ყოფილიყო. და საერთოდაც ღვთივდიდებული პავლე გვასწავლის, რომ ყოველი ადამიანის სხეული ეს არის ტაძარი სულიწმინდა ღმერთისა. განა არ იცი თუ გვეკითხება 2000 წლის წინ ღვთივდიდებული პავლე. მაგრამ ღვთისმშობელი კიდევ სხვა აზრით იყო ტაძარი, ესე იგი ტაძარი და ეკლესია ღვთისა. აი ამას გაშლის ახლა წმინდა დიმიტრი როსტოველი. მას ერთი მხოლოდ იგი აღმოჩნდა, იმგვარი პირველი და უკანასკნელი, რომელიც თავისი სულისა და ხორცის სიწმინდით ღირს იქმნა სულიწმინდის ეკლესია და ტაძარი ყოფილიყო და როგორც მაშინ თავისი ქალწულებრივი სიწმინდის წყალობით აღვიდა და მიუახლოვდა ღმერთის სულიწმინდას და ერთსულ შეერთდა ღმერთთან, თავისი ცხოვრებით იგულისხმება მიახლა და შეერთდა ღმერთთან სულიწმინდასთან. კერძოდ, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, რომელიც შეეყოს უფალსა ერთსულარ სულფლისათანა. აი ასევე თავის ყოვლად პატიოსან მიძინებაში იმავე საფეხურით აღვიდა მასთან, ანუ ღმერთთან, ცათაშინა და უმაღლეს ცათას, ანუ ზესთა ცათასა სასუფეველში. ავიდა ღმერთ ძესთან სიმდაბლის, ანუ თამდაბლობის საფეხურით. რამე თუ სიმდაბლის მიერ შეიქმნა ღირსი მისი დედა ყოფილიყო. იმავე საფეხურითვე აღვიდა იგი ცათაშინა და პატივითა და ღირსებით აღემატა წმინდანთა ყველა დას. ესე იგი, სიწმინდით ერთსულ გახდა სულიწმინდა ღმერთთან, სიმდაბლით, ანუ თამდაბლობით ქრისტე მაცხოვართან, თავის ზესთან და ღმერთთან.
და აღემატა ამ სიმდაბლით ყოველ დას ესე იგი წმინდანებისა და აღემახლა იგი თვით ზეციურ ძალებს, ანუ ანგელოზებს. უდიდესი სიმდაბლის ამ მაღალი საფეხურით მიაღწია მან ყოვლად უმაღლეს პატივს ღვთის დაბადებისასა, უხრწნელი დედობისასა, რამე თუ მისი მდაბალი სიტყვებისას ეჰამ ხევალი უფლისა მის ყოვლადწმინდა ქალწულებრივ საჭოში სიტყვა იგი ხორციელი იქნა როგორც ივანე ღვთისმეტყველი გვასწავლის და დაემკვიდრა ჩვენ შორის. ახლა ზოგიერთები კითხულობენ, ღვთისდება და განგებულება იყო, მაგრამ ღვთისმშობელს რომ არ მიიღო რწმენით, რაც განუმარტა მას მთავარანგელოზმა გაბრიელმა, მოიკითხა როგორც უკურთხეულესი დედათა შორის და ვით არ იქნება ეგე რამე თუ მე მამაკაცი არ ვიცი, ანუ შეახსენა აქტვა, რომელიც წმინდათაში დადო, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი სიყვარულეში გაატარა, როცა მიყვანილი იქნა შეწირვა ტაძარში და სადაც ხშირად ეცხადებოდა არათუ მხოლოდ მთავარანგელოზი გაბრიელი, არამედ არაერთი ზეციური ძალა და ძალი, ანუ ანგელოზი და ეზრახებოდნენ ზეციურ საიდუმლოებზე, სწორედ მთავარანგელოზ გაბრიელის თანდასწრებით წმინდათში მას დადებული ჰქონდა აღთქმა, რომ მარად ქალწული დარჩებოდა და როდესაც კურთხეული დედათა შორის, დედად მოიკითხა, გაწევდა და კითხა, როგორ იქნება, შენ ხომ იცი მთავარანგელოზო გაბრიელი, რომ აღთქმა შენი თანდასწრებით დადებული წმინდათში. და აი მაშინ ღვთისმეტყველა გაბრიელ მთავარანგელოზმა და განუმარტა, რომ ეს არ მოხდება არც მამაკაცის ნებით და არც თესლით. არამედ ძალი მაღლისა სულიწმინდა მოვიდეს შენზე და დაადგრეს და ძალი მაღლისა ესე იგი გარდა მოხდეს შენში. ძალი მაღლისა მამათა განმარტებით ყოვლადწმინდა სამის მეორე ჰიპოსტაზი, ანუ ძევთისა არს. უწინასწარ მეტყველა, რომ მისგან ძევთის ახორ შეისხავდა, კაცობრიվ ბუნებას მიიღებდა. ეს არათუ ადამიანისთვის, ანგელოზებისთვისაც კი მიუწვდომელი რამ არის. და ის რასაც ვერ დაიტებდნენ ანგელოზი და წმინდანი, 9 დასისანი, იგი დაიტია ღვთისმშობელმა მარიამმა და წართვა სიტყვები ეჰა ხევალი ღვთისა, იყავ ნება ღვთისა. თუ ის არ მიიღებდა რწმენით, რაც ახარა და განუმარტა მთავარანგელოზმა გაბრიელმა და თუ იგი არ აღმოსხვავდა თავის შინაგან რწმენას და აღსარებლობას, როგორც მოციქული პავლე ამბობს, არ კმარა რომ მხოლოდ გულში გწამდეს, თუნდაც ჭეშმარიტება, საჭიროა მისი აღსარებლობა და ერთგულება ამ აღსარებლობას, მან იგი აღსარებელი შეიქმნა თავისი შინაგანი რწმენისა, კერძოდ რისი, რომ ღმერთისთვის არაფერი შეუძლებელი არ არის. არც ის არის შეუძლებელი, რომ ადამიანისგან ხორცი შეისხეს ღმერთმა. ამის ნიშნად მათ მამაღლა გამოთქვა ეჰამ ხევალი ღვთისა, იყავ ნება ღვთისა და როგორც კი ეს აღსარებლობა გამოთქვა, მეხსაშინად დაეშვა სული წმინდა და მუცლად იყო ერთი სამებისაგანი ძალი მაღლის, ანუ ღვთისა. ეს იგი როგორი დიდი მნიშვნელობა ჰქონია ღვთისმშობელ მარიამის ჭეშმარიტ და ღრმარწმენას. ასე როგორც თვითონული ჩვენთაგანის რწმენას, ეხლა ესე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი კაცმოყვარია, სულძელია, სახიერია და გვაცხოვნებს. შენი თავისუფალი ნება უნდა მონაწილეობდეს ამაში. უფალი მორიდებით ამბობს თავის კნილებას და ცისა და ქვეყნის შემოქმედი ანგელოსა და ადამიანთა ხილულისა და უხილავისა მებრე ყოველი ადამიანის გულის კარზე ეგ ვინმე მისმინოს და გარმიღოს გულის კარები და შევიდეთ მაშინა მე და მამაი და სული წმინდაი და ყოთ სადგური ყოვლადწმინდა სამებისა ადამიანი. მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო? ადამიანმა განუხვნას გულის კარები. თუ ადამიანი გულის კარებს არ გაუღებს, თვითცხონებასაც კი, რომელიც ყველაზე სანუყვარია ადამიანისთვის, ამასაც კი ძალით არ შეიტანს ადამიანში. ადამიანს უნდა სურდეს, ადამიანი უნდა იბრძოდეს, ადამიანი სულსაც კი უნდა სდებდეს, სისხლს და ათხევდეს, ხორცს განწეხდეს ამ სანუყვარი იდეალის მისაღწევად, სული საცხოვნებელად. ამადაც ეწოდება ამ ეკლესიას მებრძოლი ეკლესია, სატანასთან, სიკვდილთან და ხრწნილებასთან, რომელიც გარეშე ღვთისა და მისი საფრთხო მადლისა და წმინდა ეკლესიისა, რომელიც სწორედ ქსელ ნებებში დაგვიარსა და რაც მოიაზრება ყოველივეთი ეკლესიაში, პირველყოლისა შვიდ მაცხოვნებელ საიდუმლოებას გულისხმობ, ყოველივე ამით შესაძლებელია ადამიანი, რომელიც სიბრძვის სისპეშეთის დაცემულიდან ძალებთან განმარჯვებული გამოვიდეს, საბოლოოდ ანუ ცხონდეს. ჩვენ ცხონებას ღმერთთან ერთად თავად ჩვენს კვერავთ. ჩვენს გარეშე არც ჩვენი ცხონება იქნება და არც წარწმედა მოხდება. წარწმედაშიც მაქვს წილი და ცხონებაშიც. აი სიცოცხლე და სიკვდილი ნათქვამია წმინდა წერილში ძველ ართმაში. ეხლა ამოირჩი
იმისათვის რომ ცხონდე, ამიტომ გეუბნები, მოგმართავ ღმერთი, შვილო, მომეც გული შენი. ამ სოფელს კი არ დავდო გული თავისი მიმოტაციებით, მძიმე თუ ეგრეთ წოდებული მსუბუქი ცოდვებით, მოჩვენებითი სიტყვებით, სიამოვნებით და ასე შემდეგ. არამედ შვილო, მე ღმერთს მომეც გული შენი. გული არის ყველაზე არსებითი, არა მარტო ხორციელი, სულიერი ორგანო ადამიანში, როგორც ესეთი. სადაც იბრძვიან სინათლე და სიბნელი, ჭეშმარიტება და სიცრუე, ბოროტება და სიკეთე. ადამიანის თავისუფლებაზე დიდად არის დამოკიდებული რა არჩევანს გააკეთებს. რა არჩევანსაც დედამიწაზე გააკეთებ, იმ შედეგს მოიმკი ღვთის წინაშე და ეს სამართლიანი. გარდა მაგისა, ღმერთი ყველანაირად ცდილობს. ნათელა, შენ უფრო მაწუხებ, გულახდილად რო გითხრა, სხვას აწყნარებ, გადაუჩურჩულე, გადმოუჩურჩულე. ბრმა ხომ არა ვარ, ხედავ, არ არის აუცილებელი, ქერაბინეტ ყველა მხრიდან ფრთები მქონდეს. ყურნალო, განიყურნეთ თავისთვის. გინდა რომ მამა, მაგრამ ეგ ეს არ არის. ეხლა თქვენ ეთქვით, მამა, ვიცით რა, ჩვენ ვინახია მაგალითად ქადაგებები, მოძღვრები, ქადაგებები, ჟრიამულია, ტაძარში ხმაურია, ბავშვების წივილი, ტივილი, მაგრამ მაინც ქადაგებები. მე მოსაწონია თქვენთვის, შენთვის არ არის მოსაწონი. და საერთოდ ეკლესიის სწავლებისთვის მიუღებელიც კი არის. აგერ რამდენჯერ გაგვიმახვილა ეკლესიამ დღევანდელ წირვაში თუნდაც ყურადღება. სიბრძნით, ჩაფიქრდით, დაფიქრდით რა ნაწილია წირვის. მოხედენ, გაამახვილე ყურადღება. უფრო მეტის, როცა უნდა დაიწყოს ევქარისტიის კანონი, პირდაპირ გვეუბნება, ზეგვაქვთ გული. ზეციურ ანგელოზებს, ქერაბინებს დავემსგავსო. სიბრძნისა და ღვთიური დიდების მატარებელ ანგელოზს ნახეთ, რამდენჯერ შეგვაგონა და ეხლა ნათელა შეგუნებები, რა თუნდა მას და ჩემი შენიშვნები შალვასთან, რომ თქვენ ასეც უნდა იყოთ. რომ სული ზე უნდა გქონდეთ აწეული, როდესაც ღმერთი იდიდების, თუ საგალობლებით, თუ სიმბოლური მოქმედებებით, თუ ქადაგებით. მე პირიქით გამკვირვებია, მეც მინახავს და მომისმენი ამგვარი ქადაგები, მაგრამ YouTube-ში ვის შედარებით ქადაგებენ, ვძლები რომ აურზაური და ხმაურია, წინამძღვარია და ერთ შენიშვნას არ მისცემს. როგორც ჩანს, ის შენიშვნას არ აძლევს არც წირვამდე და სხვა შემთხვევებში. ეს როგორ შეიძლება? აი მე მომისმენია ეკლესიაში ახლად მოსულებისგან, ზოგიერთისგან. ესე იგი, როდესაც მოსულან ეკლესიაში და უნახავთ, რომ ყველა სულ განაბური, ძიაწეული გონებით ადიდებს ღმერთს, ამას მოუხდენია ამ ადამიანზე დიდი შთაბეჭდილება. და იმის მერე გადაუწყვეტია, რომ მოვიდეს კიდევ ეკლესიაში. ამასობაში ნელ-ნელა მოძღვარიც გაუჩნდა. ხვდება, რომ რა არის აუცილებელი ცხონებისთვის და გახდა ეკლესიური მოძღვარი. ხედავთ, თქვენს დუმარემ ქადაგებლები ყოფილხართ, როცა მოწესრიგებულად გახართ წირვალოცვა ქადაგებაზე. მაგრამ ხომ არ შეიძლება ისედაც ცელი ქადაგება გველოდება და რამდენადმე შეგიმოგლეთ, რომ შენიშვნებით განმარცოთ ისევ. მაგრამ რას იცავ? საულა სიბერემდე როგორც იტყვიან. ადამიანი არის გამოუგნებელი არსება. ისე იგი როგორ არის წლების და ათწლეულების განმავლობაში მანკიერებები და ნაკლოვანებები, ესე იგი ჩაკირული ჩვენში, რომ შემდეგი ათწლეულები და წლებიც არ არის თითქოს საკმარისი, რომ ამოგშანთოს შენ ეს უყურმართობანი სულიდან და ხორციდან. ამიტომ არის რომ ყველა კი არ ცხონდება. მართალიც ძნელად ცხონდება. ეს უნდა გვახსოვდეს. ესე იგი კომფორტული ქრისტიანები არიან და ფიქრობენ რომ გადარჩებიან. დადგებიან სამჟავროზე ფარისეველები და იტყვიან, როგორც ის იმართლებდა თავს, რომ მთელი პედანტურობით ჩამოთვალა, რომ ცერეცო რა არის, სურნელოვანი ბალახი, იმასაც კი გრამობით წონიდა და წირავდა, რა მოცლილი იყო მართლაც. წირავდა ეკლესიაში და ჩამოთვალა და ბოლოს სადამდე მივიდა, რომ ისეთი არა ვარ, როგორც აი სოდვილი მჯიხს რო ერთხავს გულზე და ვინ გაამართლა უფალმა, ალბათ გახსოვთ მაგ იგავის ბოლოს. ჩვენც მივალთ იქ ვიტყვით, თითქმის ყოველ კვირას ამ დღესასწაულებში ვიარებოდი, ხშირად ვეზიარებოდი მარხვებს, ვინახავდი, გინდა განგიმართოთ, როგორი ნახავდი ჩემთან ერთად მარხვებს. გემოთ მოყვარებით, ნაყროვანებით. ამას რა თქმა უნდა ფარავ, ჩვენ ამას არ ვაყობთ. ჩვენ ხომ თავს ვიქებთ. ბრმები ვარ და ვაბრმავებ სხვასაც, მაგრამ მინდა შეგახსენოთ საყვარელო, ჩვენ ერთმანეთი შეიძლება მოვატყუოთ, მაგრამ ღმერთი არ ტყუდება. თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრების წიგნი გადაიშლება და ვერავინ გადაშლის ამ წიგნს აპოკალიფსია ნათქვამი გარდა
ღვთიური კრავის, ანუ ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა, რომელიც ჩვენთვის დაეკლა ჩვენისა ცხოვრებისათვის. ზეციურმა მამამ მხოლოდ თავის მხოლოდ შობილ ძეს მიანიჭა ეს ძალაუფლება ღმერთკაც იესო ქრისტეს განახვნას ცხოვრების წიგნი თითოეული ჩვენთაგანისა. გარდა მაგისა დედა ეკლესია გვასწავლის, რომ თუ აქვე გულით მოინანიებ შენს ფარისევლობას, ნაყროვანებას, გემოთმოყვარებას, განკითხვას, სხვადასხვა ცოდვებს, თუ გულსმელად მოინანიებ და ეკლესია შენდობას მოგცემს, იცოდე რომ ზეცაში უფალი არ მოგიხსენებს, ცხოვრების ტყიში უბრალოდ არ იქნება, ამოშლილი იქნება ეს ცოდვები. რამადლიანი საშუალებები მოგცა ცხონებისა, ჩვენ ისე უდებად და თვით დაჯერებულად ვაგრძელებთ ცხოვრებას. მაშასე ჩვენ იქ გავჩერდით საყვარელო წმინდა დიმიტრი როსტოველთან, რომ სიწმინდე სულიწმინდა ღმერთთან გახადა ერთსულ ღვთისმშობელი მარიამი სინდაბლემ ღმერთთან, ისე რომ ღმერთი მასში გარდა მოხდა და ადამიანისაგან ხორცნი შეისნა ჭეშმარიტმა ღმერთმა და სრულმა ღმერთმა, ზეღვთისთან მხოლოდ შობილმა. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო არა მარტო ღვთის მადლი და ნება, არამედ სარწმუნოება და ნება ღვთისმშობელ მარიამის, რომელიც გამოთქვა ამ ხევალი ღვთისა და მოცლად იყო სიტყვა ღმერთი. სიმდაბლე ყოველივე საფუძველია და ყველა დანარჩენი სათნოება თითქოს მასზეა დაშენებული და თავის ცხოვრებაში ყოვლადწმინდა ქალწული ყველაზე მეტად თამდაბლობით მიუახლოვდა ღმერთს, რომელიც ამბობს, ვისმე მივხედო, ესაიას პირით ამბობს ღმერთი ჯერ კიდევ ათეული საუკუნეებისგან, ვისმე მივხედო, არამედ მდაბალსა მას და მყუდროსა. აი რატო მიხედა ღვთისმშობელს. იმავე სიმდაბლე თავის მიძინებაშიაც ახდა ზეცა და აყვანილია დიდებით ზეციური სასუფევლის საგდარზე, რამე თუ თამდაბლობას უფევს ყოვლადწმინდა ქალწულის მიერ იქ, საიდანაც გარდამოთხეულია ამპარტავნება. ესე იგი, ლუციფერმა გაამპარტავდა და შესო და თავი აიმაღლა, დაკარგა სასუფეველი, დაცალიერდა 1/13 ასტურარა ზეციური ძალებისა, 1/13 ანგელოზელი დაცალიერდა სასუფეველი და ღმერთმა კეთილინება გარდამოსულიყო ღვთისმშობლის მიერ, როგორც ღვთისმსულიერ კიბეზე და აეყვანა ამ სათნოებათა საფეხურებზე ადამიანი კვალად დაცემულ ანგელოზთაგან დაცალიერებულ სასუფეველში და პირველ ყოვლისა ღვთისმშობელი მარიამი მოიაზრება, რომელიც ესე იგი ახდა უზესთა ეს ცათასა. რაც ამპარტავნებან დააცალიერა, ესე იგი, ეშმაკის სახით, ლუციფერისა, ის აავსო ღვთისმშობელმა მარიამმა და არა მარტო სულით ამაღლდა ზეცად, არამედ ხორცთა შინა მსგავსად თავისი ძისა და ღვთისა, ამაზე ცოტა მოგვიანებით. წმინდა სამების მესამე უმთავრობით პირთან, ღმერთ მამასთან იგი აღვიდა მესამე უმაღლესი საფეხურით, სიყვარულით, რამე თუ მოციქულის მიხედვით უფრო ის ამაცა სიყვარული არის. პავლე კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში გვესაუბრება სათნოებებზე და პირველ ყოვლისა 2-3 საფრთხისმეტყველო სათნოებაზე, რწმენა, სასუება, ანუ იმედი და სიყვარული და როცა ჟელობს პავლე საბოლოოდ ასკვნის რწმენასთან და სასუებასთან შედარებით სიყვარული უფრო მაღალია. რწმენა შობს სასუებას, რწმენა და სასუება შობს წმინდა ცხოვრებას, ანუ სიყვარულს. მის მიერ იგი ზეციური მამის ასული შეიქმნა. თუ როგორ შეიყვარა ყოვლადწმინდა, ესე იგი ერთსულია ღმერთთან, დედა, ზეღვთისა და ასულია ზეციური მამისა. სიწმინდით, სიმდაბლით და სიყვარულით. მის მიერ იგი ზეციური მამის ასული შეიქმნა. თუ როგორ შეიყვარა ყოვლადწმინდა ქალწულმა ღმერთი, ამის ახსნა ვერაენასდაუს, ვერანაირი გონება ჩასწვება, რამე თუ სიყვარული გულის მიერ საიდუმლოებათაგან ერთ-ერთი უცნობესია, ერთი მხოლოდ ღვთისა და გულისა გამოცდილისათვის არის ცნობილი. ადამიანებთან სახეობების და მიხედვით განირჩევა სიყვარული. აი ასე მაგალითად, განსაკუთრებული სახით უყვარს მშობლები, სხვაგვარად მეგობარი, დღევანდელ დღეზე ეს ნაკლებად ითქმის. ადამიანი დაშორდა ღმერთსაც, რწმენასაც, ესე იგი მამულსაც, ენასაც, დღევანდელი ქართველი საგრძნობი ნაწილი და ესე იგი ღმერთსაც და ადამიანობასაც. ალბათ ილია მართალთან ერთად კიდევ ერთხელ და დღეს უფრო მეტი სიღრმით გავიმეოროთ უნდა. კაცია ადამიანი, რასაც ჩადია, ამას არ ქვია არც ადამიანობა, არც ზნეობა და არც სარწმუნოება. ადამიანს დაკარგული, როგორც ცნობილი გამოთქვა აქვს ადამიანის სახით.
და მე მარტო ომებსაც არ გულისხმობ, აი დეგრადირებას რაც ხდება. სქესის გაუგუმართება, გადაკეტება, ეხლა რისთვის იბრძვიან, როგორც ვირს პიტნას ისე შრიან ევროპიდან ქართველობას, ესე იგი კანონს მაგალითად ბავშვს აქვს უფლება ამოირჩიოს სქესი, რა იცის ბავშვმა, რა არის სქესი საერთოდ. მაგრამ ერთხელ დაუშვებს გავლენის მიხედვით, რომ ცარიელ ჭურჭელში რასაც ჩაძახებ, იმას ამოგძახებს, სქესს გადაიკეთებს, რომელიც ფსიქიურ დაავადებასაც იწვევს, მერმე და მერმე ადამიანში და უფრო მძაფრდება და მერე როცა სიმწიფეში მოდის და ზოგიერთი მათგანი ნანობს, უკვე ვერაფრის, აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია. და იღუპება ეს ადამიანი. გარდა მაგისა და პირველყოვლისა ეს რატოა მიუღებელი, არა მარტო ზნეობრივი თვალსაზრისით და სხვა, მიუღებელია პირველყოვლისა იმის გამო, რომ ეს ღმერთს ეწინააღმდეგება. ეს არის ბრძოლა ღმერთთან, ეს არის რევოლუციონერობა ღმერთთან. ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად დააბადა, მაგრამ ადამიანი არ ეპუება. მისდებას არ ეპუება. ისე როგორ დანარჩენ ცნებებს, არა იმრუშო, არა იპარო, არა კაცკლა და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს არის ამბოხი შემოქმედი ღმერთის წინააღმდეგ. თვის გასვლია საყვარელო ღმერთთან ბრძოლა, თუნდაც ერთი დამისახელეთ. აი თქვენ თუ წმინდა წერილს იმდენად არ კითხულობ, ინტერნეტში ხართ თავით გადაშვებული, ნახეთ იქ ეგრეთ წოდებული ვარსკვლავები, ცნობილი პოლიტიკოსები რა საწოდავად ამთავრებენ სიცოცხლეს და ბევრი განსაკუთრებით დიდი პოლიტიკური მოღვაწის აღსასრული არის დაფარული, ცნობილი არ არის. ისეთი სირცხვილი დაამთავრეს და ეს არ შეიძლება აი ამ მოსაზრებიდან გამომდინარე რომ გათქმული იქნას. მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი აქ რომ მოკვდებიან. როგორც დიდარზე თქვა უწყალობდი მოკვდა და ლაზარეთზე ანგელოზებმა წაიყვანეს. აი ეფონია რორია, კეთილხმოვანება სრულად განსხვავებული ბოროტთან და კეთილთან მიმართებაში. არ მინდა ახლა ძალიან ჩაუღრმავდი ამ ყველაფერს და კიდევ იმსახურებს ქებას და შეცმას ღვთისმშობელი მარიამი, რომ არაუბრალოდ ზნეობრივი ადამიანი იყო, არა მარტო მორწმუნე იყო, არამედ იყო ყოვლად ზნეობრივი ადამიანი, ყოვლად მორწმუნე, ყოვლად წმინდა, რომელიც აღებადა ყოველივე ამით და ბევრი რამ ვერ ჩამოთვალე. გააღვიძეთ, დაგივარდა ქაღალდები, დაგეძინა, წადით დაჯიგეთ. დაღლილიც არის. მეორეს ასეთ ჯანმრთელობა რიგზე არა. დილით გადაჰკრავს ხომე ყავას ხნეობისთვის, რამდენჯერმე წავას არის. და მითხრა რომ აი მამო ენერგიას მატებს. მე გირჩევთ, ყავა ან სავსებით არ დალიოთ, ან დალიეთ დღეში ერთხელ. თუ ეს გჭირთ. ერთ-ერთ ქადაგებაში მე ეხლა ადგილი არ არის ამისი, მოგესაუბრებით, რამდენად მავნებელია ყავა თუ ხშირად სვავს ადამიანი. და სასიკვდილეც კი შეიძლება გახდეს. ამაზე ცოტა მოგვიანებით. მაგრამ რა აქ შეიკრიბეთ ყველანი, რომელიც გადადის ტაძარში, გადმოდის, შუა ტაძარში თვლებს დღესასწაულის ხატთან და ასე შემდეგ. მე გამოგიტყდებით, არსენი დიდი სულიერება, რა თქმა უნდა, არ ამაქვს და ძალიან შორსა ვარ. ის გზის ბოლოში იყო, როცა დაწერა ეს და მე თავშიც არა ვარ ჯერ. რომ ნახო, რომ ტაძარში დაეძინოს ჩემ ძმას, უკითხვა ერთმა ბერმა არსენიდიც. გავაღვიძო, ფორმალურად მართალი. როგორ შეიძლება წირვა ლოცვის დროს ძილი? მაგრამ ამით რა უთხრა, აი მე არ მძინავს. ხიზელი ვარ, თავი შეიგო. ამის გამო არსენი დიდმა უთხრა. მე არ უთხრა, ამხელა მამა უგანათლებული იყო, როგორც საერო გაგებით, მეფიშვილების წინან ერში. ისე საეკლესიო თვალსაზრისით, მაგრამ ისიც არ უთხრა, რომ ეს გააკეთე, ის გააკეთე, გააღვიძე, არ გააღვიძო. მე რაც შემეხება ცოდვილსო, მუხლებზე განუსვენებდი ბისთავს. ანუ რა უთხრა, სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე ჩართულიმოს წირვაზე. ხო და არც მე და არც თქვენ იმდენი, არც სიყვარული, არც სხვა, მაგრამ მეტის მეტი, რეტის რეტის, ესეც არ შეიძლება, ეგ სკამზე მაინც ეძინა, სადღაც ბოლოში და შუა ტაძარში დღესასწაული ხატთან თვლემდე, ამიზეც არ უნდა იყოს, ყოვლად შეუძლებელია. ეს არის ცოცხალი მაგალითი ბევრისთვის. მოქმედებს ყველაფერზე. ლოცვის ხარისხზეც, ქადაგების ხარისხზეც და ასე შემდეგ. აი ცნობილი მულტფილმიდან რომ მოგიყვანოთ ციტატა გაპარულანო და ცუდი სიტყვა იხმარა, მე ვერ ვიხმარ. აი დაახლოებით ეგეთი რამეა.
ზოგი ტაძრიდან გაიპარა, იმიტომ რომ ცხელა და ჩვენ არ ცხელა აქვის დავრჩით, მათ ცხელად. ზოგი ძილში გაიპარა, ზოგი სანთლის დასანდებად და ასე შემდეგ. როგორც სიტყვია ხოლმე ხალხში, ვიყოთ კბილად, თბილად. მაგრამ მე მაგას ვერ დავუშვებ. არ დავუშვებ კი არა, ვერ დავუშვებ. გამომდინარე საეკლესიო დისციპლინიდან და გამომდინარე ჩემი გუნებიდანაც. მამო რამდენჯერ უნდა ახსენოთ საკუთარი თავი, რამდენჯერაც დამჭირდება ჩემო საყვარელო და თქვენ რომ ყოველივე ამას არ შატოდეთ, საერთოდ არანაირად არ ვახსენებდი და მოისმენთ მხოლოდ წმინდა დიმიტრის და გრიგოლ პალამას ხმას და ზოგ რას მე ჩემი ცნობიერებიდან. ზოგიერთები ამბობენ რომ კაცრია, ერთმა მოდელმა თქვა გულმოსულმა, რომელიც ვამხილე, დღეს ის მუდლობიდან არის დაყენებული, თავს იქადნიდა, ჯერ ანაფორა გაიხადა, მერე ეკლესიიდან მივდივარ და მივაყოლე რას, გამოყოლიან მეთქი უკან, შენაირები ყველა. ეკლესია არც პანსიონატია, არც მკვდარისულების სასახლე. ეს არის ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმი, როგორც მოციქული პავლე ვასავლის, რომელიც ზეციური მამისგან არ არის დანერგილი. მისი ძისა და ღმერთის სახლში ყველა ესენი მოეკვეთებიან აქედან. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიფხიზლოთ პირველ ყოვლისა, რომ მათ რიცხვებში, მათ რიგებში ჩვენც არ მოხვდეთ. მას ადამიანებში განირჩება სიყვარულის სხვადასხვა სახე. მშობლები უყვართ პირველ ყოვლისა, სხვაგვარად მეგობარება, სხვაგვარად უყვართ შვილი, ხოლო ყოვლადწმინდა ქალწულთან სიყვარული არ განირჩეოდა, რამე თუ ის ერთადერთი, რომელიც მას უყვარდა, მისთვის მამაც იყო. ერთადერთი ძეც და სიძეც უხრწნელი. მთელი მისი ყოვლის მომცველი სიყვარული მიემართებოდა ერთი ღმერთისკენ და ამის გამო იგი იწოდება სულიწმინდის საზლოდას და დედადაც ღმერთი ძისა და ასულადაც არაიმგვარი თანაზიარებით, როგორითაც ყველა ხდება ღვთისერგული შვილი თქვა წმინდა წერილის თქმულისაებრ. მისა მათ ხელმწიფება ის შვილუღვრთისა ყოფად, მადლის მიერ და რწმენის მიერ. ამან აზრით კი არ არის ღვთისმშობელი ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, არამედ განსაკუთრებული აზრით. და სხვა ადგილას და მე შეგიწყნარნე თქვენ ადამიანებს მოგვართავს უფალი და მე ვიყო მე თქვენ და მამა და თქვენ იყვნენ ჩემ და ძეებ და ასულე ვითყვის უფალი ყოვლის სამყრობელი. არა ამ აზრით, სრულიად განსაკუთრებული და განსხვავებული აზრით არის ღვთისმშობელი მარიამი, ესე იგი ასულიც საზლოც და დედაც ღმერთისა. ყოვლადწმინდა ქალწული ღმერთი მამის ასულის სხვაგვარი, შეუდარებლად მაღალი, უპატიოსნესი და უახლესი შეთვისებით შეიქმნა. მას ამ სამი საფეხურით მე არ ვიხსენებ ორი სხვა საფეხურებს ამობს წმინდა დიმიტრი. დედა ღვთისა აღვალს ათ ზეთათაშინა იწინების ჟამს. ღმერთი სული წმინდასთან ქალწულებრივი სიწმინდით. ღმერთ ძესთან სიმდაბლით და ღმერთ მამასთან სიყვარულით მეცაც ვიტყვი. ყველა ამ საფეხურით სამებაში ერთ ღმერთთან აღვიდა. რამე თუ იმით რითაც სათნო იყო ღმერთ სული წმინდას, მithვე სათნო იყო ღმერთსა ძესა და ღმერთსა მამასა. რითაც სათნო იყო ღმერთსა ძესა, მithვე სათნო იყო ღმერთსა მამასა და ღმერთსა სული წმინდასა. რითაც სათნო იყო ღმერთსა მამასა, მithვე სათნო იყო ღმერთსა ძესა და ღმერთსა სული წმინდასა. ამენ. ჩვენი უფლისა და ღვთის იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ მოციქულები ერთხანს რჩებოდნენ იერუსალიმში. ელოდნენ, ესე იგი მიიღეს რა აღთქმა ახალი და ქვეყნები, სადაც ღვთის სიტყვა უნდა ეკადაგათ, ჯერჯერობით იყვნენ იერუსალიმში, მაგრამ 43 წელს ჰეროდ მეფემ, ესე იგი და იწყო ბრძოლა ქრისტიანთა მიმართ. პირველი დიასპორა გამგნება ქრისტიანების სწორედ ამ წელს მოხდა. თითოეული მათგანი სულიწმინდის ხმობით გაეშურა იმ ქვეყნისა თუ ქვეყნებისაკენ, რომელიც მათ არ უნდა ღვთის განგებულება. როგორც თქვენ იცით, ჯვარცმულმა უფალმა უკანასკნელი სიტყვები თავის საყვარელ დედას დაუკავშირა და უსაყვარლეს მოციქულს იოანეს დედობილად უკურთხა და იოანეს დედად უკურთხა ღვთისმშობელი მარიამი და შვილად უკურთხა იოანე თავად ქალწულ მარიამს. და როდესაც მცირე აზიაში ეფესოსკენ გაეშურა იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც მისი შვილობილი იყო და ღმერთისგან კურთხევა მიიღო, რომ ეზრუნა მასზე, თან წარიყვანა ღვთისმშობელი მარიამი. და რომ წარიყვანა, არამედ ღვთისმშობელი გაყვა მას, იმიტომ რომ პირველ ყოვლისა მორჩილებით ღვთისმშობელი გამოირჩებოდა ყველა წმინდანთან მიმართებაში.
მანამდე სიონის თაზე იერუსალიმში ცხოვრობდა იოანე მახარებლის სახლში. იქ ჰქონდა სახლი იოანე მახარებელს. მერბე გაჰყავთ მცირე აზიაში, კერძოდ ეფესოში. ეფესოში დღემდე უჩვენებენ ერთ-ერთ ბაზილიკური ტიპის სახლს, ბაზილიკურ ეკლესიას წააგავს, ქვის სახლია, რომელზეც ამბობენ, რომ თითქოს ეს არის ის სახლი, სადაც ეფესოში ყოფნის დროს ცხოვრობდა ღვთისმშობელი მარიამი თავის 12 მხევალთან ერთად. მაგრამ ამის ესე იგი დამტკიცება დღეს შეუძლებელი არის. არსებობს მხოლოდ ასეთი გადმოცემა. საბოლოოდ, როდესაც დატოვა ეფესო იოანე მახარებელმა, თავად ღვთისმშობელი მარიამი იერუსალიმში დაბრუნდა. აქ ის ყოველდღიურად იარებოდა თავისი ძისა და ღვთის საფლავზე აკლდამასთან, ჰქონდა ჩვეულება სამი სანთელი დაენთო ლოცვის ჟამს ყოვლადწმინდა სამების სახელზე და მერბეხა გულხურვალი ლოცვას მისცემოდა. დილაადრია გვიან ღამემდეს იგი იყო თავისი ძისა და ღვთის აკლდამასთან და ებედრებოდა მას და ბოლო წლებში მისი ლოცვის სანუკვარი საგანი გახდა ის, რომ მის ზესა და ღმერთს დაეხსნა ხორცთაგან და წარეყვანა იგი ზეციურ სასუფეველში, რათა მალევე ეხილა თავისი ძე და ღმერთი. ამ ლოცვაში იწევდა ის დაუოკებელი უსაზღვრო სიყვარული, რომელიც ღვთისმშობელ მარიამს ქრისტე მაცხოვრის მიმართ ჰქონდა. და ერთხელაც, როდესაც გულხურვალე ლოცვად იდგა, მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელსაც ხელში ეპყრა 60-დან მოტანილი პალმის რტო, რომელიც უჩვეულო ნათებით, თაბორისეული ნათებით ანათებდა. გადასცა ეს პალმის რტო ღვთისმშობელს და უთხრა: შესმენილი იქნა შენი ლოცვა და ზიაწეულ წინაშე ღვთისა და განემზადე მიძინებისათვის, რამე თუ თავად ძეიშენ და ღმერთი მიირქვა ნიშნავს ხელში აყვანას, გულში ჩაკვრას შენ სულს, მალე ჩაიკრავს გულში შენი ძე და ღმერთი. განიხარა ღვთისმშობელმა, მადლობა შესწირა თავის ძესა და ღმერთს ამ სიკეთისათვის. მოსწრაფებით დაბრუნდა სახლში, სიონზე, იოანე მახარებლის სახლში, სადაც ცხოვრობდა, როგორც უკვე გითხარით, და ესე იგი დადგა ლოცვად. უფალს კიდევ ერთი რამ სთხოვა, ვიდრე ბიძინებამდე, მას კიდევ ერთხელ ემახა ქრისტეს წმინდა მოციქულები და უახლოესი მოწაფეები და მოესმინა იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც მათ ღვთისმადლით გასიეს იმ დროინდელ მსოფლიოში. ეს ლოცვა შეისმინა უფალმან და ღმერთმან, ჩვენმან, იესო ქრისტემან და ღრუბლით მეხსაშინა მიმოყრიბა ყველა მოციქული და უახლოესი მოწაფენი და აღიტაცა და იერუსალიმში დაცხა სწორედ სიონის მთაზე, იმ სახლში, სადაც ღვთისმშობელი მარიამი ბრძანდებოდა. 5 მათგანი მოციქულებიდან უკვე მოწამეობით იყო აღსრულებული. ესე იგი რა მოხდა? ყდრეთით აღადგინა უწინარეს საყოველთაო აღდგომისა 5 მოციქული და ისინი აიტაცა ღრუბლით და დასვა ღვთისმშობლის წინაშე. მადლობა შესწირა თავის ზეს და ღმერთს უფალმა ღმერთმა, მოესიყვარულა სატიტაო თითოეულ მოციქულსა და მოწაფეს, მოუხმობდა თავისკენ, სთხოვდა, მოეთხოვ, სად იქადაგა, რა წარმატება ჰქონდა ამ ქადაგებას და ასე შემდეგ და მერმე ესე იგი ლოცავდა თითოეულ მათგანს და ამბორს უყოფდა, არა კოცნიდა. კოცნა მიწიერი გაგების შემცველია. ამბორება ეს არის კოცნა სულიერი გამოხატულება პატივის სემისა და სიყვარულისა და არახორციელი გრძნობისა. მას ამბორს უყოფდა თითოეულ მათგანს და სწორედ მაშინ, როცა სარეცელზე დააწვა და განემზადა, გამოუჩნდა მას უჩვეულო დიდებაში ღვთისმდიდებული მოციქული პავლე, მწვერვალი მოციქულებისა, თავის უახლოეს მოწაფეებთან და 70 მოციქულებთან, ტიმოთეოსთან, იოროსთეოსთან, ტიმოთესთან, დიონისი არეოპაგელთან და ესე შემდეგ. მასაც ესევე უსმენდა ღვთისმშობელი მარიამი მათაც უფრო სწორად, რომელიც მოუთხრობდნენ თავიანთ ღვაწლზე, ლოცავდა სათითაოდ და ამბორს უყოფდა მათ. და ბოლოს, როდესაც განსრულდა ეს ყოველივე, მოულოდნელად განათდა მთელი არემარე აქამდე განათებული, უფრო მეტად უშესთა ეს ამისა განათლდა, თითქოს ჭერის დაიკარგა, კედლების გაუჩინარდა და გამოჩნდა მეუფე დიდებისა უფალი ჩვენი
იესო ქრისტე, რომელიც გარდა მოხდა ზეციდან ანგელოსთა, თავარ ანგელოსთა, ქერაბინ, სერაბინთა და ყოველთა ზეციულთა ძალთა თანა მთელი ზეცა დაცარიელდა ღვთისმშობელ მარიამის სულის ასამაღლებლად სასუფეველში და თავად ზემდა ღმერთმა მოიკითხეს რა დედაშვილმა ერთმანეთი მიიქვა მისი სული როგორც უმტკივნეულოდ შვა ზეითვისი და ღმერთი ამბობენ წმინდა მამები ღვთისმშობელმა მარიამმა ასევე უმტკივნეულოდ ჩააბარა სული თვისი ღვთისმშობელმა მარიამმა ამაღლა უფალმა იგი ზეცა და ანგელოსნი ესე უგალობდნენ ამ ზეცისკენ მიმავალ ღვთისმშობელს და მოციქულები და მოწაფეები დიდხანს როგორც ერდროს ელეონის მთაზე საიდანაც ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ესე იგი შეხურებდნენ მას ბევრი მათგანი ტიროდა ეს იყო სიხარულის წრემლი ამავე დროს დანანებისა რომ აღარ ექნებოდა საშუალება მოესიყვარულებინა ღვთისმშობლისათვის მისგან რჩევა დარიგება მიეცოთ როდესაც გადაგებდნენ დრო და დრო როდესაც საშუალება ეძლებოდა ბრუნდებოდნენ იერუსალიმში იკრიბებოდნენ ერთად სდებოდნენ სერობად განსტეხდნენ პულს ეზიარებოდნენ და ღვთისმშობელი მარიამი თვითონ და ეს ღვთისმშობელს ეკითხებოდნენ თუ რამ ისეთი კითხვა იყო რომელს პასუხს ვერ პოულობდნენ ასევე ღვთისმშობელი მარიამი მოუთხრა თავის და ღმერთზე მის სიღრმეზე, სიჭაბუკეზე და ყოველივე იმაზე, რაც დაკავშირებული იყო ღვთისმშობელ მარიამთან და ქრისტე მაცხოვართან. ამის შემდგომ მოციქულები მთელი იმ ღამეს ეს იყო ხუთშაბათი, დღეს ხუთშაბათს დაემთხვა მარიამობა, ხუთშაბათი დღე იყო, როდესაც მიიძინა ღვთისმშობელმა მარიამმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარეს მოციქულებმა და ქრისტეს უახლოესმა მოწაფეები და მერმეღა ესე იგი უმწვერვალესმა მოციქულებმა მხარზე შეიდგეს ესე იგი ცხედარი ღვთისმშობელ მარიამისა და ესე იგი წარიყვანეს სიონიდან გეციმანის ბაღისკენ სადაც აკლდამაში უნდა დაედვათ სადაც იყო მამა პაპათა აკლდამა იმ აკლდამაში იყვნენ დადებული დაკრძალული მისი მართალი მშობელი იოაკიმ და ანა და ასევე იოსებ დამწინდველი ღვთის მადლით ყოფილ ვარ ღვთისმშობლის აკლდამაში აქ განსაკუთრებულად უნდა შევჩერდე ჯერ ერთ რამეზე გარეგანზე მივაქციო თქვენი ყურადღება როდესაც მივედით აკლდამა ღვთისმშობლის რომელიც რამდენიმე ათეული საფეხური ჩადის მიწის სიღრმეში იყო დაკეტილი რაც ჩვენთვის იყო შოკის მომგვრელი როგორც სიტყვია როგორ შეიძლება ღვთისმშობლის აკლდამა ყოფილიყო დაკეტილი ეს ჩვენ გაგვიგვერდა როდესაც მოვძებნეთ იქაური ბერძენი მონაზვნები და ვკითხეთ და თხოვეთ რომ რატოა დახურული და გაეღოთ გვითხრეს ტყუილი თქვეს ქრისტიანებმა და ვინ რომელი შორეული ქვეყნიდან იყო ჩამოსული პირველ ყოვლისა არა მარტო ღვთის მაცხოვრის საფლავი მოელოცა და ის სიწმინდე არამედ ღვთისმშობელ მარიამის აკლდამაც ასე იგი ტყუილი იკადრეს და თქვეს რომ აქ ძალიან დიდი ჭიმები იყო თქვენს ჩამოსვლამდე დაიტყორა ეს არებანი და არაფერი არ ეტყობოდა გარშემო და შიგნით წყალით და ტბასავით ვერ ჩახვალთ უბრალოდ რომს გაგიხსნა რა გაეწყობოდა კარებთან ვიწყეთ ლოცვა 200-ზე მეტი ქართველი იყო აქედან ჩასული სასულიერო პირების გარდა იყვნენ ესე იგი ერისკაცების ხელისუფლების წარმომადგენელიც როგორც პილიგრიმები მომლოცველები და ასე შემდეგ და აი ბოლოს გაისმა ზარების ხმა ჩვენი პატრიარქი მოდიოდა რა კი ემსროთ ბერძნებს რომ პატრიარქი მოდიოდა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ვეღარ დამალეს და იძულებული გახდნენ რომ მისი უწმინდესობის წინაშე გაეღოთ აკლდამა რა თქმა უნდა არანაირი წყალი და ცვარნავი არ იყო აკლდამაში მაგრამ მადლი იყო უსაშველო დიდი ეხლა წარმოვიდგინეთ რა გრძნობა დაგეუფლებოდა როდესაც ჩადიხართ აკლდამაში და გეუბნებიო მართლა იოაკიმეს და ანას აკლდამა იოსებ დამწინდველის როც იმდენად წმინდა და სპეტაკი ადამიანი იყო რომ ღმერთმა მეორევად დაუდგინა დედას და მისგან მხოლოდ შობილ ქრისტე მაცხოვარსა ჩვენსა მე როდესაც სიღრმეში ჩადიხარ ენით გამოუთქმელი მადლია ვერ იტყვი რა არის გატყვევებს გამუნჯებს გადუმებს და ტირილი მოგდის არ დაგიმალო ჩვენი პატრიარქი ტიროდა პარაკლისი გასა კურთხევა რომ დიდი პარაკლისი გადაგვეხადა და როდესაც დადგა მე შედარებით ახლოს ვიდექი და ვხედავდი მის უწმინდესობას ხშირად თვალებზე აწვებოდა ცრემლი და გადმოშქებდა თვალიდან ხალ მიფიქრე რომ ასაკოვანია და ალბათ ცრემლის დის ასაკის გამო მაგრამ ეს იყო სულ სხვა ცრემლი მადლისაგან მოგვრილი იგივე რამ დაგვემართა ჩვენს
ისი როგორ განცდა, აი როგორც პეტრეს და ზებედესს დაეუფლა. უფლისდიდება რომ ნახე. რა კარგია ჩვენი არ ყოფნა, მოდი ვქნათ სამ ტალავარს შენთვის, მოსესთვის და ელიასთვის. აი ესეთი გრძნობა დაგვეუფლა, რომ იქ დავრჩენილი იყავი და ეს მდგომარეობა არასდროს არ დამთავრებულა. იგივე გრძნობა დაგვეუფლა, როდესაც ვილოცეთ ღამის თევით მაცხოვრის კულუკლიასთან საფლავთან. წირო და აი ესეთივე გრძნობა მქონდა. სხვაჯორის პატრიარქმა მემაკურთხა, რომ კვერექსი უნდა მეთქვა. ფიქრობდა, რომ შედარებით კარგი ხმა მაქვს, მაგრამ ამას ეს არისოდა, რომ ღამე მე ხმა მიწყდება, გვიან ღამით. ისეთი ხმა ვეღარ მექნება და ერთი სიტყვით კვერექსი ვთქვი უხეიროთ. არა ხავერდოვნად, არამედ უხეიროთ და პატრიარქმა შენიშნაც მომცა. რატო ვერ თქვი? მე ვთხარი ღამე ხმა მეკარგება მეთქი. ალბათ იფიქრა გავითვალისწინებთ, იმის მერე კვერექსი არ მეთქვავს იქ. ერთი-ორი ასამაღლებელი ითქვა იქ მერე წმინდა გიორგის დედის სამშობლოში. ეს შორს აგვიმას. ისეთივე განცდა, რაც ჰქონდა ღვთისმშობელ მარიამის აკლდამაში, დამეუფლა პირადად მე კულუკლიასთან იმ ღამეს, ქრისტეს შობას ღამით, სადაც ესევე არ გვიშებდნენ ებრაელი ჯარისკაცები, რომ შევსულიყავი და წირო დაგვეყენებინა, მაგრამ მოხდა იქაც სასაული, არავის არ უშვებდნენ, არც ერთი ეროვნებისას, არც ერთ მართლმადიდებელს. და მაშინ ესე იგი ერთმა მონაზონმა წამოიძახა, მოდით ვიგალობოთო. ვიგალობეთ რა, სამწმიდო. დიდი გრიგალი რო იყო, ეს ანგელოზმა ასავლა ატაცებულ ბავშვს, რომ ეს იგალობეთ და დაწყნარდება ყველაფერი, მართლაც ასე მოხდა და სწორედ ეს საგალობელი ავიტაცეთ ქართულად. სამწმიდო, როგორც კი დავიწყეთ გალობა, ებრაელებმა, ჯარისკაცებმა, იუდეველებმა გახსნეს გზა და მხოლოდ ქართველები შეგვიშვეს. მე ისევ დახურეს. რა მოხდა? არ ვიცი. ჩვენ მივაწერეთ უფალს და სამწმიდაოს საგალობელს. და ასეთივე დიდი გრძნობა პირადად მე დამეუფლა ჩვენი წინაპრების სავანეში, ჯვრის მონასტერში. ენით გამოუთქმელი მადლი ტრიალებს. იქ ამომიტივდივდა წირვა რო იწყებოდა და ვიმოსებოდით გალაქტიონ ტაბიძის ლექსიდან ჰაერი ლურჯი აბრეშუმია. აი ესეთი შეგრძნება დამეუფლა ტაძარში. იმდენი დიდი წინაპარია, მათ შორის მოწამენი, ქართველი მოწამენი დაკრძალული, ჩვენი შოთა რუსთაველი, შორი ახლოს არის თამარ მეფის აკლდამა. უკანასკნელ შამს ეს აკლდამა გაიხსნება და უხრწნელი აღმოჩნდება მისი წმინდა სხეული. დიდი დრო აღარ დარჩა საამისო. ჩვენ რომ ვამბობთ ივერია გავრიევერია რაღაც ესეთი თავისთავად კი არ მოხდება ეს. დიდი ნიშნასწავლები მოხდება აქ. დიდი ტკივილებიც იქნება, კიდევ ერთხელ იქნება მძიმე ომი საქართველოს მიწაზე. ბრანგვი გადმოვა ღვთისმშობლის მენახში საქართველოში. და ეს საჭირო გახდება, რომ სინანულში მოვიდეს ეს გარყვნილი მოდგმა ქართველობიდან და სვეტიცხოველში მოხდება დიდი სასაული. შიომღვიმის სამარეზე მირონი წარმოდინდება იქ, შიომღვიმის სამარეში ისევ ზეაიწევა შიომღვიმელი ყველიერის ხუთშაბათს. თამარ მეფის საფლავი ეს დიდ სულიერ აღფრთოვანებას გამოიწვევს ქართველობაში და არა მარტო ქართველობაში, ამის მოწმენი სხვანი და სხვანი შეიქმნებიან. არის წინასწარმეტყველო, რომ ბოლო ჟამს უამრავი ადამიანი მორწმუნეებზია ლაპარაკი, დღეს ჩამოდიან ზნეწამხდარი აფრო-აზიელი ველურები, წარმართები, გარყვნილი მოდგმა, გაუკუღმართებული, თავისი სამშობლოს პარაზიტები ომშრომ გამოეცდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ იმ დროს უკანასკნელ ჟამს ჩამოვლენ არა ესენი, არამედ ღვთისმოსავია და ყველა ქვეყნიდან დაიძრებიან. ისეთი ნიშნასწავლები მოხდება საქართველოში. მეტადრე მასში, როდესაც ივერის ღვთისმშობელი გამოჩნდება, ათონი როცა დამანგრეველი მიწისძვრები ჩაიძრება, მაშინ რაც ივერის ღვთისმშობელი დატოვებს და როდესაც გამოჩნდება პანერგესული, ესე იგი ქუხილოვანი ქადაგებებით წმინდა იოანე მახარებელი შვილობილი ღვთისმშობელ მარიამისა, მისი დედოფილის წილხვედრ საქართველოში. ეს ყოველივე მოხდება. ახლა ჩვენ გარყვნილება მერმე განსაცდელები არ გვაძლევს საშუალებას ეს დავინახოთ, მაგრამ მოვა ჟამი და მოიტანს მადლს, რომლითაც სულიერ დაბრმობილი თვალები აგვეხილება და ამ ყველაფერს ვიხილავთ და დავამოწმებთ. თუმცა ამის შემდგომ დიდხანს აღარ გააგრძელებს ქვეყნიერება არსებობას.
უკანასკნელი არმაგედონის ომი, ნიშანი ძისაკაცისა 55 დღე და ღამე ამ ომის შემდგომ მთელ ცაზე, ანუ ჯვარიპატიოსანი, რომლის შემდეგაც უკვე მოვალ სოფალი დიდებით განშად ცოცხალთა და მკვდართა. თომა მოციქული ამჯერადაც გვიან მოვიდა კვირა დღეს. ესე იგი ხუთშაბათი ლოცვაში გაატარეს, პარასკევს წაასვენეს, დადეს აკლდამაში საფლავად ღვთისმშობელი მარიამი, მიწაში არ ფლავდნენ ებრაელები, დაასვენეს აკლდამაზე ის ქვა, როგორც მაცხოვრის, ისე ღვთისმშობელსაც ესვენა, მისი წმინდა სხეული არის დღემდე შემორჩენილი და დააყენეს შაბათს წირვა და მერვეხაკ გვიან ღამით დაბრუნდნენ უკან. ორი ურთიერთგანსხვავებული გადმოცემა არსებობს. როდესაც თომა მოციქული დაბრუნდა და ემცნო რომ ღვთისმშობელმა მიიძინა, ძალზედ განიცადა, რომ არ იყო იქ და იმდენად დიდ განცდებში ჩავარდა და იმდენად ეგულით ევედრებოდა მოციქულებს, რომ თუმცა არ სურდათ თითქოს თავისი ნების წინააღმდეგ, ბოლოს გახსნეს აკლდამა ღვთისმშობელ მარიამისა, რომ მოელოცა მისი ყოვლად პატიოსანი სხეულის წინაშე და აეღო ლოცვა კურთხევა მისგან. მაგრამ ხო ის საოცრება, მისი წმინდა სხეული იქ არ აღმოჩნდა. ფეხმოუცვლელად იდგნენ, მაგრამ როგორ გაუჩინარდა, გაკეტილ, დახშულ, კარიდან ეს არავინ არ იცოდა. იყო ძარვაი, როგორც კვირას აღსგა ქრისტე მკვდრეთით, ასევე კვირა დღეს აღადგინა თავისი ყოვლადწმინდა დედა მკვდრეთით უფალმა იესო ქრისტემ და აღამაღლა ზეცით ხორცთა შინა, მისი ხორცნიც აღამაღლა, სული ხომ აღამაღლა, ახლა ხორცნი აღამაღლა და აღიყვანა ზეცად. არის ესეთი გადმოცემა ერთ-ერთი, რომელიც ამბობს, რომ სწორედ მაგ დროს, როდესაც თომა კვირას შევიდა და მოხდა ეს ბიწიზვრა და აღდგა სხეული და ამაღლდა, მაშინ გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და ამცნო, რომ მიუყვნისამდე ქრისტეს მოწაფეებთან, მისი საყვარელი ძისა და ღმერთის საყვარელ მოწაფეებთან იქნებოდა განუყრელად. არის მეორე გადმოცემა, რომ როდესაც კვირას საღამოდ დაბრუნდნენ და გულდამძიმებული დაბრუნდა თომა, რომ ვერ იხილა ღვთისმშობელ მარიამის ყოვლადწმინდა სხეული, ტრაპეზად როდესაც დაღლილები უძილონი დასხდნენ და ჩვეულება ჰქონდათ ამაღლების შემდგომ, რომ ტრაპეზაც როცა ხდებოდნენ, სუფრის თავში ერთ ადგილს სარიელს ტოვებდნენ და პურს დებდნენ მაცხოვრის სახელზე. და სუფრის ბოლოს, ტრაპეზის ბოლოს ყველა ერთად აამაღლებდა და ღმერთს ხოვდა კურთხევას და ცხონებას. და ამჯერად, როდესაც უნდა აემაღლებინათ პური, გამოჩნდა ღვთისმშობელი მარიამი ჰაერთაზე და მდგომარე და აღუთქვა, რომ უკუნისამდე მათთან იქნებოდა. გახარებულმა მოციქულებმა და მათ შორის თომამ აღამაღლეს ეს პური და წამოიძახეს, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნენ ჩვენ. ამ წელს ეწოდება პანაღის, ეს პანაღია ყოვლადწმინდას ნიშნავს. მონასტრებში აი ეს წესი ტრაპეზი დღემდე არსებობს, რომ ბოლოს უნდა აღამაღლონ ცალკე გადადებული ნაწილი პურისა უფლისთვის და ღვთისმშობელ მარიამისთვის აღამაღლებენ. ქართულმა სუფრამაც გადმოიღო ეს წმინდა სამონასტრო და სამოციქულო ტრადიცია. ჩვენ სუფრაზე პირველი ჭიქა იყო ღმერთის სადიდებელი, დიდება მაღალწაში. როგორც აი ყოვლადწმინდა საების დიდებით იწყება და დაიწყო დღესაც წირვა, კურთხეულარს მეუფება მამისა, დადისა და სულისაწმინდისა, ასევე ყოვლადწმინდა საების საგალობელით ამ სიტყვებით იდიდებოდა ღმერთი, ან ქრისტეშობის საგალობელი ითქოდა პირველი დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის სათმო ჯვარი გამოისახებოდა ჯვარს. თავისებური კურთხევაც იყო ჯვრის ეს ტრაპეზის სუფრისა და მერმე მიყვებოდა ძირითადში მშვიდობიან კვერეკს. დღეს რო სისულელეებზე ლაპარაკობენ და ლაფიშუშები და რითი არ სვამენ განსხვავებული, ასეთი სისაძაგლე ქრისტიანი ქართველების სუფრაზე არასდროს არ ყოფილა. ყოველთვის განუხრილად მიყვებოდნენ მშვიდობიან კვერცხს. ღმერთი დიდებოდა, პატრიარქი ილოცებოდა, მეფე ერთთან ერთად და მერე მიყვებოდნენ აი რაც იყო. არავის უცხოელი მისიონერებიც ამოდა გვიანდელ შუა საუკუნეებში, როცა შედარებით წამყარი იყო ზნეობა მონღოლობის შემდგომ საქართველოში, როცა ქართლის ცხოვრებაში წერია მაშინაც კი არავინ მთრალი ჩვენ სუფრაზე არ გვინახია. თუ მოხდებოდა ასეთი გამონაკლისი, მაშინ როგორც კი შეამჩნევდნენ ორი ადამიანი გამოეყოფოდა სუფრაზე, აიყვანდნენ ამ
ღვინო მოკიდებულ კაცს და წაიყვანდნენ სახლში. დღეს ეხლა რას ისაძაგ დღეს ბოროტმოქმედებების, დანაშაულებების და გარყვნილების დიდი ნაწილი მოდის სწორედ სიმთვრალეში, ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და ასე შემდეგ. რანი ვიყავით და რას დავემსგავსეთ. იმ დიდებული ქართული ხის ქერქიც აღარა ვარ ძირდაცვენილი დღეს ქართველები. იმდენად წამხდარი ვარ. მაგრამ ეს ნაწინასწარმეტყველები ასე უნდა ყოფილიყო კი არა, ეს განჭვრიტა სული წმინდა. კერძოდ რა ლაზარე საქართველო უნდა მომკვდარიყო, ლაზარე საქართველო უნდა აყრულებულიყო, მაგრამ ლაზარე საქართველო ღვთის ძალით აღზგება მკვდრეთით, ამას ქვია სწორედ ივერიის გაბწყინება, საყვარელო სულიერ სარწმუნოებრივია აღორძინება. აი აქ ჩვენს გვერდით ხატი არის მამა გაბრიელის ტაძარში ღვთისმშობლისა, რომელთანაც ყოველთვის ვებედრები, სწორედ ამ ხატთან ღვთისმშობელ მარიამს ჩვენი ერის ფიზიკურ და სულიერ აღორძინებას. აღორძინება სულხან-საბას განმარტებით ძველ ქართული მნიშვნელობით რას ნიშნავს? რაღაცის მოკლებას და მეჩი გადასვლას. აი თავის ერთ მართვალს შააგდებს, მოკვდება, გაიხსნება მიწაში, მაგრამ ბევრ თავის და ერთს გამოიღებს. ეს არის აღორძინება. რაღაც უფრო დიჩი რო გადადის და უფრო მრავალში. ღმერთმა აღაორძინოს ჩვენი ერიც. მაგრამ აღორძინებას როგორც ხედავთ, ისე არიან გაწუნკლებული და გაფუჭებულები, გათახსირებულები ქართველების ერთი ნაწილი ამ სიამტკბილობაში არ მოხდება. ვიდრე ტრანშები ფულის მოდის და ესე იგი ძალდატანება სოდომიტური და ანტიღვთიური და ადამიანური კანონების მიღებაზე, რა თქმა უნდა, ეგ არ მოხდება ამ ვითარებაში. აბა როგორ მოხდება? კიდევ ერთი ომი იქნება საქართველოში. ეხლა ზოგიერთები გამოხდებიან ფსევდოქრისტიანები და ერისკაცები და მამაო აშინებს ერსო. რეშუაშია შეშინება. ჯერ კიდევ წინასწარმეტყველთან ესაიასთან უფალი ამბობდა, ჩემ წინასწარმეტყველებს პირს დაუხშობ, თუ მე ჩემი წინასწარმეტყველებები არ მაქვს. ეს არის წმინდა მამათა წინასწარმეტყველები და ვერავინ ვერ დაუხშობს პირს ქრისტეს წმინდა წინასწარმეტყველებს. და ამოვს ჩვენ ვიწევთ ჩვენს თავზე. ახლა წარმოიდგინე, ერთი წამი წარმოიდგინე, კომფორტს მიჩეული, გარყვნილი, გათახსირებული, ესე იგი დროს ტარებაში, გარყვნილებაში, სოდომ გომორში ჩაფლული ქართველები მოულოდნელად ომის შუაგულში რომ აღმოჩნდებიან. ხო ბევრს გაიძახიან, ომი გვინდა და ასე შემდეგ. დიდება უკრაინას და სხვა. მერე დაიძახებენ დიდება საქართველოს, აი ეს საკითხავია. ასეთები, თორე მამულიშვილები დღემდე ყავს საქართველოს. ეს იქნება მათთვის ერთადერთი საშუალება გონს რომ მოეგნო და ადამიანის სახე დაიბრუნონ ჯერ და მერე ქრისტიანის. აი მაგალითი მოგიყავით, ერთ-ერთმა მორწმუნემ ინდუელი მოიყვანა და ქართული კარგად იცოდა სხვათა შორის და ეს არის ახლოს არის ესეთი კარგი ადამიანია, კეთილიო და ახლოა ქრისტიანობა თავის ცხოვრების წესითო და მომიყვანეს გავესაუბრე, დავწმუნდი ამაში და სარწმუნოებასაც დაველაპარაკე რა თქმა უნდა და შეთავაზე რომ აი კატეხიზაციას შაგიტერებ რამჯერ ამოდით თუ შეძლებთ ვისაუბროთ და თუ გადაწყვეტ ბოლოს მოინათლებით აუხსენი რატო აუცილებელი მოინათლოს არა მარტო ირწმუნოს სიმპათიურად იყო განწყობილი მაცხოვრის მიმართ ესეც მინდა გითხრათ ეს წარმართი და მე რო ვთხარი რომ უნდა მოინათლო იცით რა მითხრა გავუკვდი მამაო მე ჯერ ადამიანი უნდა გავხდეო და მე უნდა გავხდე ქრისტიანი ასეთი რამ არავისგან გამიგია სხვა მაგალითი ჩემ სახლთან ჩემი უბანი საერთოდ უკვე გახდა ინდუეთის ერთ-ერთი შტატი არალეგალურად უამრავი ინდუელი არა მარტო სტუდენტები ხო და იქ რაღაც დირექცია იმათი ინდუელების ჰესი აქვს საქართველოში აშენებული და კომპანია და მეეთი მოეთი მოკლედ გაიხარეს ფრთები გაშალეს ყველა საქართველოში და ქართველები გარბიან ირბინეთ სანამ არ აღმოჩნდება რომ სამშობლო აღარ გაგაჩნია თქვენ უკვე სამშობლოები ხართ ასეთები ერთი სიტყვით ქართველმა ბიჭმა ესე იგი ეუბნება ინდუელებს თანამშრომლებს ქართველ მაპატიოს ღმერთმა ქართველ ნაშას მოგიყვან ჩაგიგორებთ ლოგინშიო ქართველი რო ჯერ ამას ქართულ გოგოზე ეტყვის წარმარც ფუშეს ქართველობას არც ქართველი ხარ არც ადამიანი საქონელიც არ ახარ იმიტომ რომ საქონელი არ გააკეთებს ამას ღირსების ნატამალი აღარა აქვს ინდუელი ეუბნება არა თუ გაუკვირდა შენ არ იფიქრობ რომ ულამაზო იქნება უმაგრესი ნაშა იქნება აგზელებს ისე არ მინდა მე რატო აივანსებს ივარ ამ დროს ხეებით არის დაბორული ჩემი აივანი და ხან იესოს ლოცოს რომ ხან მკითხულობ ხან ფიქრობ ხო და
იქო თითი გამოიშვა, ვერ მხედავთ ღამე იყო თან. იქო ქრისტიანთა მღვდელი ცხოვრობსო და არ შეიძლებაო გაუგდი. ამას ამბობს წარმართი. ესე იგი რას მინდა ხაზი? ინდუელთა ღვთისმოსაობას კი არა, ქართველთა სიწამხდრეს მინდა ხაზი გაუსვა. როგორები ვარ ჩვენ დღეს წარმართზე უარესები. ამიტომ ვამბობ რომ საქართველო ყარს. ჩვენ ხელში ყარს. მაგრამ ღვთისმშობელ მარიამის წილხდომილ ქვეყანას უფალი ღმერთი არ შეურაცხყოფს. დაუნარჩუნებს თავის ყოვლადწმიან დედას. აგონიაში ზრუნავდა მასე, რომ შვილად უკურთხა სიყვარულის მოციქული და როგორ გონია უკანასკნელი შამის მოვლენებში გასწირავს საქართველოს და ერსა სასეპუროსა, როგორც ბასილი დიდი უწოდებს ღვთისმშობლის მიძინების აღწერაში. ბასილი, რომელიც თავადაც კაბადუკიელი ქართველი იყო. დიდი ღვთისმეტყველი მსოფლიო მნიშვნელობის მამა და მასწავლებელი. კარგით, ახლა მოდით დროებით სამწერტილი დავსვა. და როგორც შეგვირდით საგვარელო, სიტყვა დავასრულოთ. მრავალტკივილიანი სიტყვა, რომ ხან დიმიტრის დავესესხეთ, ხან პალამას, ხან წმინდა გადმოცემას, ხან შენიშვნები მივეცით, თქვენი დამსახურები და არა ჩვენი მიზეზით, რა თქმა უნდა. არსებითად სიტყვა, რომელიც გრიგოლ პალამა მასშინა მიძინების დღესასწაულზე წარუდგა, ეს არის არა იმდენად საუბარი მიძინებაზე, როგორც ესეთი, არამედ ღვთისმშობლის დიდებაზე. რამდენად დიდი და ესე იგი მრავალმადლიანი წმინდანი არის ღვთისმშობელი მარიამი. დღეს ამას ამბობს წმინდა გრიგოლ პალამა, ჩემი თქვენ და მე სიყვარულის მიზეზით განვიზრახე და მოვალეცა ვარ თქვენს ღვთისმოყვარულ სასმელელს მიუძღვანო სიტყვა ხსნისა. როდესაც ამ სიტყვას ამბობდა გრიგოლ პალამა ქალაქ თესალონიკეში, რომლის მიტროპოლიტი მთავარეპისკოპოსიც ის იყო, ყოფილვარ ამ ქალაქში, ციხე-სიმაგრეები და კედელია შემორჩენილი. თვალს ვერ გაასწრო, უზარმაზარი ქალაქი იყო ჯერ კიდევ მაშინ. თესალონიკე და დღესაც მნიშვნელობით ათენის შემდეგ მეორე ქალაქია რიცხოვნობით და მნიშვნელობით. ხო და არეულობა იყო, ჯაყი იყო, ერთმანეთს ხოცავდნენ, სახლებს უწვავდნენ, ну აი გაუსაძლისი მდგომარეობა იყო და ამიტომ ამბობს მე ვფიქრობ შესაძლოა რომ დღეს ამასო სიყვარულის მიზეზით გეუბნები, ანუ ისეთი არეულობა რომ ალბათ სიტყვასაც არ უნდა ვამბობდე, მაგრამ თქვენ და მე სიყვარულის მიზეზით და დღესასწაულის მნიშვნელობის გამო მე აღვაღებ პირთა ჩემს ამბობს გრიგოლ პალამა და ვიტყვი სიტყვას. უეჭველად სიტყვით შეუძლებელია იმის გამოხატვა, რაც ადამიანურ ლოგიკას აღემატება. თუმცა ჯერ არს ღვთისმშობელს ძალისაებრ აღუვლინოთ ხიმლები და ქებარი. დღეს ჩვენ ესე იგი ღვთის სახელის მოხსენება არ შეწყდება დედამიწაზე და არ შეწყდება პირველ ყოვლისა ღვთისმშობელ მარიამის წილხდომ საქართველოში. ჭირის იმ დღეებშიც ანტიქრისტეს დროს, რადგან როგორც წმინდა მამებს გამოცხადებით და მათ შორის რუს მამებს უფალმა უწინასწარმეტყველა ანტიქრისტეც ეცდება საქართველოში დამკვიდრებას, მაგრამ როგორც ასეთი საბოლოოდ თავის საყდარს ამ ძალაუფლებას იქ ვერ განიმტკიცებს. აი ეს პროცესები მიდით, თქვენ ვერ ხვდებით რა ბრძოლა არის. სიკვდილ სიცოცხლეზეა ლაპარაკი აქ. ზნეობა უზნეობაზე, წარწმე და ცხონებაზე და ასე შემდეგ. ეს ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის. იმიტომ რომ პრინციპული მნიშვნელობა თუ ჩვენ თავს დავხრით და ვიტყვით უარს აღვიაროთ სოდომური ცოდვებით ცოდვად. დავიცვათ ოჯახის სიწმინდე, რომელიც სიწმინდის დღე ეკლესიამ დააწესა კიდეც საპირწონეთ ამ სოდომიტების მცდელობისა ეგრეთ წოდებული გეი პარადი მოაწყო. აქვე მაგონდება ესე იგი ესეთი ათონელი მამის სიტყვა ახალგაზრდებზე ეკითხებია, რომ როგორი ახალგაზრდები არიან, ბერძენ ახალგაზრდებზე და ახალგაზრდების დიდი ნაწილი გეი პარადებისთვის თუ გამოდგებაო. გესმით რა მდგომარეობაა საბერძნეთში. და რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ბრძოლა იქ არის, რაც მართლმადიდებლობა არის. ეს არის მართლმადიდებლური საქართველო, მართლმადიდებლური რუსეთი, მართლმადიდებლური იუგოსლავია და რა მიმდინარეობს იქაც თქვენ თუ ხვდებით. ალბათ უყურებთ ტელევიზიას, არა? ტელეგადაცემებს. მაგრამ ბნელი იგი ნათელს ამას საბოლოოდ ვერ ეწევა. და საქართველოში ვერასდროს ანტიქრისტეს სულიწყვეტება, სოლხედველობა და ახალი მსოფლიო წესრიგი ვერ გაიმარჯვებს. რატომ ზოგიერთები ქილიკით იტყვიან ადამიანური მოსაზრება, ქართველი არა სიტყვა და ამას არა ქართველი მამები ამბობენ, ჩემოკეთილო ჯერ ერთი. მეორეც შეუძლებელი გასაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისამებრ. როგორც ერთ რუს მამას ლავრენტი ჩერნიგოველს უთხრეს, ენუქმა, ელიამ და იოანემ ამ მხარეს
ღვთისმშობელი მარიამი იცავსო. აი რატომ არ მოხდება აქ ბოროტის გამარჯვება საბოლოოდ. თუმცა დღეს ცდილობაა რა თქმა უნდა. დღეს ჩვენ ამბობს წმინდა მამა მიძინების მოვლენას დღესასწაულობთ, ანუ ღვთისმშობლის მიცვალებას. ქალწული უსაზომოდ აღემატა კაცთაც, ანგელოზთაცა და მთავარ ანგელოზთაცა. მისი მონაწილეობით აღესრულა ღვთისახლის მნეობის, ანუ განგებულების საიდუმლოება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, განგებულება ეს არის ღვთისმზრუნველობა ადამიანთა საცხოვნებლად. ამის მონაწილე უშუალო იყო ღვთისმშობელი მარიამი, რომელიც განკურნავს ევასა და ადამის წყევას და უქმყოფს მათ სასჯელს. ღმერთი გარდამოხდა და უჩრდილა რა ღვთისმშობელს მასში იმგვარად დაემკვიდრა, რომ მასსა და მის შორის არანაირი დაბრკოლება ყოფილა. იგი დედა ხდება ძისა ღმრთისა, რომლის შობითაც სული ღვთისა და სული კაცისა გამოხსნილი იქნების დაცემული ადამიანი. სწორედ ამიტომ სიკვდილი ღვთისმშობლისა სიცოცხლის მომტანია, ხოლო ხსოვნა მისი მიძინებისა უსიხარულესი დღესასწაული და მსოფლიოზე იმია. ყოვლისა სოფლისაგან შემოკრებული მოციქული ქების მეტყველებით წინა უიდოდიან ღვთისჩემწნარებელ მის სხეულს, რომელიც ჩვენი მოდგმის მაცხოვნებელ წამლა და ყოველი ქმნების ქების საგნად იქცა. თავად უფალი საბაოთი და ძე ყოვლადწმინდა ქალწულისა უხილავად გიეს ამ დაკრძალვასე, ამ მიძინებაზე, მიუძღვანებს რა დედასა თვისა დასაკრძალ ღირსებას, ხელთა მისთა მიანება სულითვისი ქალწულმა, რომელიც მალე სხეულთან ერთად გარდაყვანილი იქნება მიწივ ცოცხალსა და ზეციურ სივრცეში, ანუ სასუფეველში. და ერთი მხოლოდ იგია შორის ღვთისა და კაცთა მთელ მოდგმას შორის, დამკვიდრებულ არს რაც სათაშინა, სადაც იგი დღესაა გადაყვანილი, დადგა მარჯვენი ძისათვისა შემოსილი სამოსლითა ოქროქსოვლითა შემკულ და შემოსილ პირადად. წინასწარმეტყველება დავით მეფისა, ესე იგი რომელიც საუკუნეებით ადრე იყო ღვთისმშობელ მარიამ და წინასწარმეტყველებდა ღვთისმშობლის მიერ, ესე იგი მესიის შობაზე და იმაზე, რომ შემოსილი იქნებოდა სხვადასხვა სათნოებებით. ეს მაგას ნიშნავს, რომ სათნო ადამიანი იქნებოდა უამრავი სათნოებით, არა სათნოებით აღსილი, არამედ წვერვალი სათნოების ანაგრამები ეწყოდა სახელად ზეციდან დედამიწაზე მარიამ, როგორც უკვე ვთქვით. დამკვიდრებულ არს მას სათაშინა, სადაც იგი დღესაა გადაყვანილი, დადგა მარჯვენი ძისათვისისა, შემოსილი სამოსლითა ოქროქსოვლითა შემკულ და შემოსილ პირადად. არს რა მუნ გარდამოულეს მათ, ვინც მას პატივს მიაგებს, უხსა კურთხევასა და მადლსა, არწყვეტს რა წამითაც მოგცემდეს ჩვენთვის ამ ძვირფას საბუძვარებს. როგორ სიტყვას ძალუთ შენი ღვთისმწყინვალე შვენერების აღწერა ღვთისმშობელს მიმართავ წმინდა გრიგოლი. ოხი ღვთისა დედაო ქალწულო, როგორ სიტყვას ძალუთ შენი ყოვლად შვენერების აღწერა, შენი სათნოებანი შეუძლებელია მოიცვა აზრით და აღწეროს სიტყვით. ყველა ისინი აღემატებიან გონებასაც და სიტყვასაც, თუმცა შესაძლებელია გიგალოდეთ. აი ეს შეგვიძლიაო მხოლოდ. ყოველი ქმნილება უგალობს ყოვლად საგალობელ მარად ქალწულს. ამასთან არა მარტო გარდასრულ დროში, არამედ საუკუნესაც ამას და უკუნითი უკუნისამდე. ხოლო აქედან შესაძლებელია გავიგოთ, რომ შენ საუკუნოდ უკუნისამდე არ შეწყვეტ კეთილ ეყოფოდე ყოველ ქმნილებას, ესე იგი დაუსრულებად კეთილის ყოფილობას აღმოაჩენ ყოველ იმ ადამიანზე, რომელიც დაუსრულებად ამ სოფელში და ზესტა სოფელში, ესე იგი გადიდებს საუკუნოდ უკუნისამდე. ყოვლადწმინდა, ამიტომ აი ხა გულში გამკრა და შემილია და არ თქვა ხარო, რომ ყოველ ოთხშაბათს საგანგებოდ ვიკრიბები და სხვამრევლიდანაც მრავალი გვიერთებიან და აუვლენ დაუსტომელ საგალობელს ღვთისმშობელ მარიამს. ხარობ იმის გამოც, რომ ახალი და ახალი ხატები იწერება ამ ოთხი ტაძრისთვის. მრავლდება და კიდევ ბევრია მოსახატი. ხარობ იმიტომ, რომ ვიცი, რომ ხარობს ღვთისმშობელი მარიამი. ხარობს იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ღვთისმშობელი, გვიყვარს მისგან ხორჩეწყმული ძე და ვისაც უყვარს მისგან ხორჩეწყმული მესია, მას უყვარს იგი. არ შეუძლია ერთადერთი, ვისი ნახვაც არ იცურმა ღვთისმშობელმა იყო სატანა. მიძინების ჟამს, ვიდრე სულს ჩააბარებდა თავის ზეს და ღმერთს, ეს შესთხოვა საზვერეებში არ გაეტარებინა და ეშმაკის სახე არ ეხილვა. წმინდა მამები როგორც არა იმიტომ, რომ რაიმე შიში ჰქონდა მას, პირიქით ბოროტი უკრთის მას. ერთადერთი ვის სახებასაც მოჩვენებით ხიბლიან გამოცხადებებში ვერ იღებს, ეს არის ღვთისმშობელი მარიამი. არამედ მას არ სურდა ენახა იგი, ვინც მტერია მისი ძისა და ღმერთის და კაცთა მოდგმისა, ესე იგი როგორ უყვარს არა მარტო ღმერთი უფალი, არამედ ადამიანი, რომ მისი მტრის ხილვაც კი არ სურს და გვიგერიებს ეშმაკის ანგელოზებს
ჩვენი მიწიერი ცხოვრების შანსი, რომელსაც წარეწუთი სოფელი ქვია ჭეშმარიტად. ამაო საწუთრო. სადაც ბევრი ტკივილებია, ბევრი უსიყვარულობა, უსამართლობა, დამცირება, შეურაცხყოფა. გაუსაძლისი ხდება დღითით წუთი სოფელი. აი თითქოს ცნობილი გამოთქმა გაგონდება, შეაჩერეთ დედამიწა უნდა გადავიდე, აღარ ვიდა, ასე ყოფნა. ისეთი მოვლენები დუხს და გადმოდუხს დედამიწაზე, რომელზე ხმამაღლა ლაპარაკიც კი სირცხვილი არის. რა თქმა უნდა, მორწმუნე და მართალ სულს უჭირს ასეთ ადამიანებში, თუ ამათ კიდევ ადამიანები ქვია, როგორც ოქროპირი ამბობს, ტრიალი. მაგრამ აი დავფიქრებულ ამას და მომგონებია აბრაამ მამათთავარი. ასეთივე მძიმე მდგომარეობა იყო მის დროს, იმ 5 ქალაქში, სოდომ გომორი აყვავებას განიცდიდა. და ნოეს დროს, როცა წარღვნა კაცთა მოდგმა, 5 ქალაქი კი არა, 5-ვე გრძნობა შერყვნილი ქონდა ადამიანს. ენით აუწერელი ღვთისმგმობელობა და გარყვნილება სუფევდა მთელს დედამიწაზე. ამიტომ იყო რომ გამოიყვანა ხომალდი ააგებინა წინასახე ეკლესიისა და რისხანების წლებში დაანთქა ყველანი და ეს ერთი ნოე მართალი ოჯახით გადარჩა. და საწყისი გახდა იქ შეყვანილი ფრინველი ცხოველი დასაბამად ექცა შემდგომში გამრავლებულ ფრინველ ცხოველებს. აქედან სწავლება, ვინც ქრისტეს ეკლესიაში იქნება პირუთვნელად, სანთლებზე შენიშვნა უკვე მივეცი ალექსანდრე. დაგაკვირდი ზოგიერთებს გარდა ყველაფრისა, გაქვთ ჩვეულება წირვა ლოცვა როცა მთავრდება, იწყებთ ხატების თხვევას, დროს იგებთ სანთლების დანთებას, ან განიცადენის დროს ზემოთ აზრიდან სადაც დიდი წირვები არის პეტრე-პავლედან ჩამოდიხარ, წინ წაიგდებთ ხოლმე საქმე, სანთლებს დაანთებს, იჭიქჭიკებენ მოძღვრებთან, საკურთხებელი აქვს თუ რაც აქვს და მე ავლენ და უსინდისოდ ჯვარს ემთხვევიან, ისე რომ წირვის დანარჩენი ნაწილი არც ამოუსმენ. აი ზოგიერთ სიტყვას შემაგენებს თავის მართლება და მეტყვის მამა ვიცით რა ახლა განიცადენი რომ არის აზიარებენ, მე არ მეზიარები. სად გიწერია საყვარელო, რომელ ლოცვა განმარტებაში, რომ მაგ დროს როცა შენი სულიერი დაძმები ეზიარებინა, შენ უნდა გამოხვიდე ტაძრიდან, გამოიწვიო ხმაური, არა მამაო ეზოში ვდგება, რა თუნდაც ეზო ღმერთს ეკუთვნის იმ ტაძარს. აბა კარგი ბიჭი ხარ, ტოტი მოტეხე უნებართო ეკლესიის ეზოდან, რა მიზეზიანობა დაგეწყება სახლში. თუ არაფერი ზალა არ აქვს. ისე რომ სადაც დგეხარ, იქ უნდა იდგე წირვის ერთადერთი შემთხვევა, როცა შეიძლება წირვიდან გამოხვიდე მცირე, ეს არის ბუნებითი სისუსტე, ბუნებრივი მოთხოვნილება. მაგრამ შენ რომ უსაზღვროდ არ ჭამდე და სვამდე წირვალოცვის დროს, ეგეც არ დარჩირდებოდა რომ გამოსულიყავი. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. საერთოდ გავიქეცით, მოვიკით, მოვიჭერით გზა, ეს ჩემი მოვალეობაა. და სიყვარულითაც ვასრულებ ამას. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი მე რომ დავუშვა შალვასთან დისციპლინობა, ალექსანდრესთან. თქვენ როგორ გონიათ, სხვები ამას დაუბრკოლებულად გააკეთებენ. და თუ რამეს მეტყვიან, რატომ ესე იგი შეიძლება მათთვის და რატომ არ შეიძლება ჩემთვის? აი ამიტომ. ეხლა ცოტა ყვახეთ უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ეფონური ლაპარაკი თბილი და რბილი არ გესმით. კახურად უნდა გითხრათ. მერთმა შემინდოს რა, ზოგი იმსახურებთ, სხვანაირად არ გესმით. კახეთის ერთ სოფელში ერთხელაც ერთი თანასოფლელი განურჩევლად იწყებს ყველას გინებას. დედას აგინებს ყველას. ეხლა ქართველისთვის გინება რამხელა შეურაცხყოფა ისის კახეთში და ქართლში თქვენ კარგად იცით. ხო და ბოლოს გოლი მოვიდა და გამოვიდა ერთი მათგანი და უთხრა კაცო რა ყველას გვაგინებ, ყველამ დავაშავე თუ? არაო, მაგრამ ეხლა მაგის ნერვები აღარავა, შენი დედა შენი არა, ყველასი. ამიტომ როცა ერთი ოქ შენიშვნას ვაძლე, ის ეკუთვნის ყველას. და დამთავრდა. ეხლა იცით რა, მე მოვყარი ყური რომ მამა არჩილთან არ მიხვიდე თუ ახლები რომ მოდიან. მამა იონესთან მიდით, მამა გიორგისთან. საბოლოოდ ჩემთან უნდა მოხვიდეთ კომიტეტში, ცნობილი გამოთქმა რომ ვიხმარო. მე ვარ წინამძღვარი. უჩემოთ ვერც ივანები გიღებს და ვერც გიორგი. და წირვაზე როცა ვიქნებ, ჩვენ წირვაზე არ მოგცემთ იმის უფლებას, რისი უფლებაც არ გაქვთ. და იწვევთ ხმაურს გადასვლებით, გადმოპრებით და ასე შემდეგ და უსიამოვნებას აყენებს ხებს. ეხლა მე იმიტომ გერთხარი ალექსანდრე და რომ შერცხვით. იმიტომ გითხართ რომ შემდეგში არ იმიტომ რომ პირადად შენ ცალკე არაერთხელ გითხარი.
აი ახლა სრულიად შეგნებულად გითხარი საჯაროდ. ამას ქვია პედაგოგიური აღზრდა. და ისე კომედიიდან რომ მოვიყვანო, იქნება არ არის საჭირო ნადა, ფედია, ნადა. საჭიროა. შენ დროს იყო მართლა პედაგოგიკა, მასწავლებელი ერქვა და იყო მასწავლებელი. დღეს ზაღლი პატრონს ვერ ასწავლებს. ჯერა პროგრამას ასწავლია და მე ვინ ასწავლია. აგერ შვილიშვილების დადია სკოლაშიც, მათ შორის გიმნაზიაშიც და მართლმადიდებლურ გიმნაზია ქვია. მასწავლებლებს უფრო უხარიათ, როცა ასწენენ ბავშვები. იმიტომ რომ თვითონ სწავლეს არში. ან არ დადეგებს რომ გაწელავენ ბავშვები და არ მოდიან და შარზე არიან, როდის რა გაასწინა. რა უნდა ასწავლოს ასეთმა მასწავლებელმა იმ ბავშვებს? მე ვფიქრობ, ბევრს ვერაფერს ვერ ასწავლის. კეთილი. სუდია რომ ამაღლებული ტალღიდან ჩამოვედით შენიშვნების დონეზე. მაგრამ რას იზარდ? ჩემ მოვალეობა ეს არის. თქვენ ვერ დაიღლებით, არ ღვევდით, მე არ დავიღლები, ვასწორებდე. და ბოლოს თქვენს და მეც ღმერთთან წარდგები და თითოეული თავის შესაწყვის პასუხს მიიღებს ღმერთისგან, რომელიც სამართლიანია, საყიერია და კაცმოყვარია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელამდე, ვიდრე ის მოვიდოდა დედამიწაზე და დედა ღვთისა გახდებოდა, ღმერთი დედამიწაზე უხილავი იყო. აც კი ყოველი ადამიანისთვის შესაძლებელი გახდა საღვთო საიდუმლოებათა ნებისმიერი გამოცხადება და საღვთო ნიშთა ბოძება. ყოვლადწმინდა ქალწულმა საკუთარ თავში მიიღო ძე ღვთისა, ყურადღებით მოისმინეთ და უნარიანი გახადა იგი ნებისმიერ ადამიანში დატეული იქნას, აძლევს რა თითოეულს კურთხევას მისი სიწმინდის და საზომით. აი დღესაც უამრავი ჩვენთაგანი ეზიარა, 200-მდე ადამიანი ეზიარა დღეს, თუ არ ვცდები. ცოტა ნაკლები შეიძლება. იესო ქრისტე შემოვიდა ჩვენში სიარების მიერ. ეს არის ისეთი საიდუმლოება, რომელსაც ვერც წმინდანი ახსნის, ჯერ უნდა თუ ვერც ეციური ანგელოზი. იგი დასაბამი და წყაროს ხვალია, ღვთისმშობელი და ძირი გამოუქმელთა სიკეთეთა. იგი მწვერვალი და სრულქმნილებაა წმინდანთა. ყოვლადწმინდაო ქალწულო, ხსოვნა შენი განწმეს მათ, ვინც შენ გიხსენებს, შენ საგანძურთა დამრიგებლად და კეთილის ყოფილობათა სადგურად იქმენ, ამასთან არა იმისთვის, რათა ყოველივე შენთვის დაიტოვო, არამედ იმისთვის, რათა ყოველივე მადლით აღავსო მას, მიეცერსა შენსა ყველა შენი ნიჭი. ყოველივე განაგე ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო იმგვარად, რათა ჩვენ გახსნილი და ძალისა მიმღებელი მადლისა შენისაგან ვადიდებდე წინა საუკუნეთა სიტყვასა, რომელიც შენგან განკაცდა ჩვენთვის, თანა დაუსაბამოისა მამისა, თანადაც ყოველს ყოფილისა სულისა, აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.